დაუშლომელ საუბრად ფიშობელ მარიამს მანამდე სორიოდეს თქვი კვლავ ერთხელ ისტორიან ხატის არმომავლობისა და როდის განდიდდა. ამის მერმედ დაუშლომელი აღევლინება, შემდეგ მცირე ქადაგება იქნება. ამ ხატის განდიდებას ადგილი ჰქონდა მე-19 საუკუნის მიწურულს, კერძოდ 1878 წელს რუსეთის ავეება იმპერიაში ერთ-ერთი ჯარისკაცი იყო ყოფილი სამხედრო, რომელიც გალობდა და ეს მაშინ დამახასიათებელი იყო მათთვის. იღუპებოდა უკვე სადღაც და დრო და დრო ჰქონდა ერთგვარი სინანული, მაგრამ ვერანაირ ძალას თავის თავში ვერ პოულობდა, რომ ამ უმძიმესი მანკიერებისთვის დაეხსნა თავი, კერძოდ მემთვრალეობისთვის. და ერთხელაც შეწუხებულს ძილსა შორის გამოეცხადა ერთ-ერთი მისთვის უცნობი ბერი, რომელიც მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მართლაც არის ასეთი ბერი, ისავებულ მონასტერში, დატუხსა და ურჩია, რომ ჩასულიყო სერპუხოვოს მხარეში, იქ იყო ღვთისმშობლის სახელზე მამათა მონასტერი აგებული და იქ ეთხოვა იქაური მოძღვრებისთვის, რომ მისთვის გადაეხადათ საჯამრთელო პარაკლისი, რომ მემთვრალეობიდან გამოსულიყო. სარწმუნოდ მიიჩნია ამ საცოდავმა ადამიანმა ეს სიზმრებული ჩვენება, მართალია ძალზე დუჭირდა მოგზაური, რომ ფეხები დაავადებული ჰქონდა განუწყვეტელი ლოთობისაგან. გაიჭირვა, იტანჯა, ეწამა პირდაპირი გაგებითვა, იმდენად ძნელი იყო მისთვის გადაადგილება, არათუ ამ შორეულ მხარეში ჩასვლა. და ადრე თუ გვიან ჩავიდა, მოძებნა მართლაც აღმოჩნდა, რომ იმ ქალაქში არსებობს ასეთი მონასტერი, სწორედ ღვთისმშობლის სახელზე და მიადგა ამ მონასტერს და მამებს თხოვა, რომ ამ ხატთან მიიყვანათ და პარაკლისი გადაეხადათ, მაგრამ მამებმა უთხრეს, რომ ასეთი ხატი აქ არ არსებობს. მაშინ ერთ-ერთმა მათგანმა სახელად ვარლაამმა თქვა, შესაძლოა სადიაკვნეს შესასვლელში რომ არის ხატი ღვთისმშობლის, რომელიც გამჭვართლული უკვე და სახეც კი არ ჩანდა ხეირია და შესაძლოა ეს ის ხატია. მართლაც მივიდნენ სადიაკვნესთან შესასვლელთან, დაათვალიერეს ყურადღებით ხატი, გადაწმინდეს რამდენიც შეიძლებოდა, გადააბრუნეს და ნახეს წარწერა ბარძიმის შეუსმელი. სწორედ ამ სახელდებით მიასავა იმ ხატთან, რომ ეს იქნებოდა ღვთისმშობლის ხატი, ბარძიმის შეუსმელი. აი როგორც ხედავთ, ღვთის მადლით, წყალობით, ზოგიერთი მორწმუნეების გულსმოდგინებით და შემოწირულობით და ჩვენი ხატწერისა ეს ხატი ჩვენთვისაც დაიწერა მონასტერში. შეგახსენებთ, რატომ გამიშთა სურვილი, რომ სწორედ ეს ხატი დაწერილი იყო. მრავალი ხატი იწერება ღვთისმშობლისა, იცით, ჩვენს ეკლესიაში რამდენადაც მოდებული არის მემთვრალეობა, ლოთობა, ნარკომანია, აი ამ მიზნით რამოდენიმე წლის წინათ ჩვენ თარგმნეთ დაუშლომელი საგალობელი სლავური ენიდან, სადაც განდიდება მოხდა ამ ხატისა. ეხლა კი დადგა ჟამი ძველ ქართულად ნიშნავს კეთილ დროს, როდესაც დაიწერა კიდეს ეს ხატი და შემოწირული იქნა ამ ეკლესიაში. შემდეგი ხატი, რომელიც ვფიქრობ ღვთის მადლით მალე გვესტუმრება, ეს არის ღვთისმშობლის ხატი სამი სიხარული. ეს ხატიც რუსული ზოგი ბიზანტიური წარმომავლობისაა, ზოგი რუმინული, ზოგი რუსული, ზოგი წმინდად ქართული. ღმერთის ნებითა და მადლით ნელ-ნელ ამ კედლებს ამ 4 ეკლესიისა მოეფინება ღვთისმშობელ მარიამის ეს ხატები. უკვე დაახლოებით 6-7 დაუჯდომელი ითარგმნა ჩვენ მიერ. აი ახლა ვასრულებთ სამი სიხარულის დაუჯდომელს. ალბათ ვფიქრობ ეს ხატები თანდათანობით დაიწერება და ეს დაუჯდომლებიც ასე ვთქვათ დახვდება უკვე დაბეჭდილი და ჩვენ გვექნება სიხარული და საშუალება თვითონ ხატთან მონაცვლეობით აღუვლინოთ ხოლმე ყოველ ოთხშაბათს, რომელიც ღვთისმშობლის დაუჯდომლის დღეთ ითვლება ეკლესიური თვალსაზრისით, აღუვლინოთ დაუჯდომლები. თავად მეც დიდ სიხარულს მატებს გულში არ დაგიმალავთ, როგორც იტყვიან ხოლმე, ჩემი სიბერის დასაყრდენი ამაშიც ვნახე, არა მარტო ღვთის სიტყვის ქადაგებაში, არამედ ღვთისმშობელ მარიამის მიმართ სიყვარულის გამოვლენაში, თუნდაც ამ გზით. გარდა მაგისა, როგორც თქვენ იცით და უკვე ტრადიციად იქცა, საუბრებით დაერთვის ერთგვარი ქადაგებები ამ დაუჯდომელს და მე ვფიქრობ, ესეც სულიერი დაპურება არის და ესეც ღვთისმშობლის დიდება არის. თუ მეტისმეტად კადნიერი არ იქნება და ჩამეთვალეს, რომ სიშლეგეში ვამბობ,
ჩემს მუდლად კურთხევას ადრე ერთხელ მოგიყევით, უკავშირებს სწორედ ღვთისმშობელ მარიამს. როდესაც მაღალმა იერარქმა უარი თქვა ჩვენს კურთხევაზე, რომლის სურვილიც არ ქონდა, არ ვიცი რა თქმა უნდა, თვით სინოდის კრებაზეც კი ითქვა, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა, მაგრამ არასდროს ვაკურთხებ. ცილი დამწამეს, მერე როგორც გავიგე, სიონში ვიყავი, ესე იგი ქადაგებლად დამადგინა პატრიარქმა, ჯერ კიდევ სემინარის, სასულიერო სემინარის სტუდენტი. მაგრამ სანთელ საქმეელმა თავისი გზა ნახა. ცილის წამებლები მხილებული იყვნენ და შერცვენილ და ადამიანთაგან დაწუნებული უღირსი ვიკურთხე ჯერ სიზვრეული ჩვენებით სწორედ სიონში, თავად კათოლიკოს პატრიარქის მიერ, რომლის მიერ მას მაკურთხა ღვთისმშობელმა სიონში აღსავლის კარებში. პატრიარქმა დამიძახა ამ რამოდენიმე დღის შემდეგ და კაცრად მითხრა, რომ მომზადებულიყავი ხელდასმე სამღვდელო დიაკვნად სიონში დამტოვეს ის ღამე ფხიზლობაში გავატარე, ლოცვაში, ვედრებაში, ასე და ამგვარად სიზმარი ცხადად მეცა, როგორც იტყვიან და აი უკვე 40 წელიწადზე მეტია თითქმის 44-45 ვარ მღვდელი და ძალისებრ ჩემისა ქადაგებ ღვთის სიტყვას ღვთისთანა შეწევნით და ღვთისმშობელ მარიამის მეოხებით და ვცდილობ რომ რაც შეიძლება მეტად განვადიდო კიდევ უფრო ღვთისმშობელ მარიამის სახელი და ღმერთმა ქნა საგვარეულო ვინც ღვთისმშობლის სიყვარულისთვის ამოდიხართ ხოლმე 4 შაბათობით, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, ღვთისმშობლის დაუჯდომლის ღიარი ეკლესიის მშვიდეულის განრიგში, ღვთისმშობელმა მარიამმა დაგადგინოთ თავის სავანეში. თქვენ იცით, რომ ზეციურ სასუფეველში, როგორც ქრისტე მაცხოვარი ჩვენი გვასწავლის, ადგილებ მრავალ არის, მრავალი ადგილია. ამა თუ იმ დასის ანგელოზი, თუ ამა თუ იმ დასის წმინდანი, 9 დასია, როგორც ანგელოზთა, ეგრეთ კასთაი, წმინდათაი, ამა თუ იმ სავანეში დაემკვიდრებიან. ერთ-ერთი ყველაზე უფრო უახლოესი სავანე ქრისტე მაცხოვარსა არის სწორედ მისი ყოვლადწმინდა დედის სავანე და ყველა ღირსი გავხადოს, ცოდვილი და უღირსი ღვთისმშობლის სავანეში ნეტარებისა და სიხარულისა. თუ აქამდე წმენის თვალით ჭვრეთ ღვთისმშობელს და ვევედრებით ხელაპყრობით, აც უკვე მაშინ მარადისობაში, როგორც პავლე მოციქული, ამას პირისპირ იყოს განჭვრეტილი ჩვენგან ღვთისმშობელი მარიამი, რომელიც არის თავის ძესთან და ღმერთთან ერთად ნათელი დაუღამებელი და უზესთაესი თვით სერაბინ ქერაბინთასა. ამენ. მოკლედ მონახეს ეს ხატი, რომ მიუბრუნდეთ ამ საცოდავ ჯარისკაცს, გადაუხადეს პარაკლით თვითონაც ძალიან განსვიფრდნენ, არ იცოდნენ, რომ ასეთი ხატი ეთქვა დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა, მაგრამ ღმერთმა ის გამოაბწყინა ყვალად, განიკურნა ამ პარაკლიტის შემდეგ, ესე იგი არანაირი სურვილი რომ დაელია რაიმე აღარ ქონია, ფეხებიც განეკურნა, ეს იყო სასაული მთელს რუსეთს მოედო იმ დროინდელ იმპერიას ეს ამბავი, არაერთი პირი შეიქმნა ამ ხატიდან და მადლობა უფალს და ღვთისმშობელ მარიამს, რომ ამ პაწაწა ტაძარშიც მამა გაბრიელისა როცა იწერებოდა განსაჯე როგორც წინამძღვრმა სად დაგვესვენებინა რომელ ტაძარში და გულმა მითხრა რომ ამ დასვენებულიყო. თქვენ იცით რომ ამას წინა ორიოდე კვირის წინ ყოველთა დედოფლის პანტანასას ხატი დაიწერა და იკურთხა, პირველი დაუჯდომელიც გარდავიხადეთ და მერვე ესე იგი მის პარალელურად გადაწყვიტეთ. შუაში გამოხატულია მამა გაბრიელი. მამა გაბრიელის მარჯვენით არის მთავარანგელოზი გაბრიელი, მისი სეხნაწმინდანი და მარცხენით არის გაბრიელ ქართველი, ათონელი გამოსახული, რომელსაც ივერის ღვთისმშობელი გამოიყვანა ხმელთაშუა ზღვიდან. და კარგია რომ აი ასეთ კომპოზიციაში მოხდა როგორც ყოველთა დედოფლის ხატი, ესე ღვთისმშობელ მარიამის ბარძიმი შეუსმელი. როგორც ხედავთ ეს სახელი საიდან მიიღო? ღვთაებრივი ყრმა ქრისტე მაცხოვარი ჩვენი წმინდა ბარძიმშია გამოსახული. ეს არის ბარძიმი წმინდა ზიარებისა. რა აზრი არის იდუმალად ჩადებული ამ ყველაფერში? ქრისტე მაცხოვარმა სრულმა და ჭეშმარიტმა ღმერთმა მიიღო სრული და ჭეშმარიტი კაცობრივი ბუნება და როგორც ჰიმნოგრაფიაშიც არის ნათქვამი, ხორცნი თვისთი ქრისტემ იქსოვნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის ხალწულებრივ სისხლთაგან. საუკუნეების განმავლობაში წინაპრებში ღვთისმშობელ მარიამისა განიწმინდებოდა სისხლი, მემკვიდრეობა, გენეტიკა, როგორც დღეს ვიტყოდი და აი სწორედ ამ წმინდა და უბიძო, რომელიც საბოლოოდ იკურთხა ღვთისმშობლის წმინდა და ასკეტური ცხოვრებით, და ესე იგი
ამ სისხლისაგან სული წმინდის მოქმედებით იხსოვნა ხორცნითვისდი აქ არა მარტო სხეული იგულისხმება, არამედ კაცობრივი ბუნება ზოგადად. მან მიიღო არა მარტო კაცობრივი ხორცნი, ანუ სხეული, არამედ კაცობრივი სულიც. ის არის სრული ღმერთი და სრული კაცი, ჭეშმარიტი ღმერთი, ჭეშმარიტი კაცი, ანუ ღმერთკაცი. და აი ეს ჭეშმარიტება გამოხატული ღვთისმშობელ მარიამმა მისცა თავის ძესა და ღმერთს სისხლი და აი უფალი მოგვიწოდებს ორთავ ხელით გარტყული ხელებით, მაკურთხეველი ხელებით მოგვიწოდეთ მოვედით შენ და მაშვრალნი და თვითმძიმენი და მე გამგვისუნო თქვენ. აი ეს ჭეშმარიტებანი და სწავლებანია გამოხატული ამ წმინდა ხატში. ეხლა ღვთის მადლითა და ღვთისმშობლის მეუღლებით აღუვლინოთ დაუჯდომელი საგალობელი და მერმე მოვაყოლოთ სირედი სიტყვა, რომელიც წარმოთქვა შესახებებისა, როგორი შექმნა ღმერთმა ადამიანი, რა ხელმწიფება მიანიჭა გარდა დიდი მადლისა და როგორ დაკნინდა და დაეცა ადამიანი, სადამდეა დაცემული. პრაქტიკულად ნეოწარმართობის ეპოქაში შევედით. ანუ ახალი წარმართობისა. და როგორც იქ მაგალითად თაყვანს ენდრენ ეგვიპტეში თუ სხვაგან ნიორს, კატას, ძაღლს და ყველაფერს, სტიქიებს, ყველაფერს გარდა ჭეშმარიტი ღმერთისა, პრაქტიკულად კაცობრიულად დღეს უბრუნდება ამ საზარელ დროებას. ნუ რაღაც შორს წავიდეთ. თაყვანის ემა ლამის, ძაღლების და კატების უკვე როგორც ხედავთ, თან ახლა სლავების შემოსევა იქიდან ასე ვთქვათ ომების გამო, თუ მათ ხომ განსაკუთრებული სიყვარული აქვს კატების და ძაღლების. ახლა ჩვენობაში დასახლდნენ და უყურებ როგორ უვლიან კატნე და ადამიანები უყარდეთ ისე. ამაშია მთელი უბედურება. კი, ცხოველია ისიც ღვთისმკნელება თავისი ადგილი მიუჩინე, მაგრამ როგორ შეიძლება კატამ და ძაღლმა დაიკავოს ადამიანის ადგილი. და არა უბრალოდ საზოგადოდ ვამბობ, არამედ მათ ოჯახებში. კატას და ძაღლს უფრო უვლიან, ჯერ მარტო რაც ხარჯავით შედით, ძაღლების მაღაზიაში, ზოომაღაზიებში, რაღიც დაწყებული შამპუნით, ну ესეც ხო ქარაფშოტობა, ახლა შამპუნით ბანო ძაღლები, კატები, სადაც ადამიანი იმას პელაგია რიაზანელი და სხვა მამები თუ დედები გვასწავლიან, რომ სადაც ადამიანი ცხოვრობს, ხატი და მსგავსი ღვთისა, იქ არ შეიძლება პირუტყვი ცხოვრობდეს. და არა უბრალოდ ცხოვრობენ, ხშირად ნომერი პირველი არიან. ნომერი პირველი დედა, ნომერი არა, კატა არის პლუს პირველი, ან ძაღლი. ასეთ ოჯახებში მერე მოდის ნომერი პირველი დედა, ასეთ ეს მართლა ნუმერაცია უნდა მისცე, იმიტომ რომ ადამიანური ხატება და გაგება მათ დაკარგული აქვს. მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. დიდება და მადლობა უფალს, რომ ჯერ კიდევ უტავს აქა თუ იქ ღვთის ხატება და გვაქვს მადლი და საშუალება დრო, ჟამი, რომ დავემსგავსოთ ღმერთს. რაც არის ქრისტიანობის უპირველესი საზრუნავი და ეს უნდა იყოს შედეგი. ადამიანი ღვთის მადლით, რომელიც უფალმა თავისი მხსნელი ნებებით მოგვიპოვა, დაემსგავსოს ღმერთს. თავად უფალი ამბობს ციტატა მოაქვს ფსალმუნებიდან ერთ-ერთ გადაგებაში. სამე, ძველ ქართულად სამე ნიშნავს მაშას ადამიანს, შეაჯამა თავისი გადაგება და თქვა, სამე გეტყვით ღმერთები ხართ. ღმერთია ბუნებით, ადამიანი განეხურთობა, ანუ ღმერთი შეიქმნება მადლით, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, თავისი მხსნელი ნებებით ჯვარცმის მიერ მოგვიპოვა უფალმა ღმერთმა და ადამიანი ხდება მადლით ღმერთი. აი რისკენ არის ადამიანი მოწოდებული, ხოლო ჩვენ, როგორც ეიბავებს სალმუნშია ნათქვამი, ვითარცა პირუტყვი მოსხდებით. ეს გამოთქვაც უკვე მოუხერხებელი გახდა, იმიტომ რომ რასაც დღეს ადამიანი შადის და პირველისა სოდომური ცოდვებება მხედველობაში, იმას პირუტყვი ნამდვილად არ შადის, თუნდაც იმის გამო, რომ ვერ მოიფიქრებს, ასეთ სიბოროტეს. უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ. სახელითა მამისაითა, დაცისაითა და წმინდისა სულისაითა. სულს დღეს სარწმუნოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, თუ როგორი დიდებისათვის შექმნა უფალმა ღმერთმა, უფალმა საბაოთმა შესაქმნის გვირგვინი ადამიანი, რომელიც მართალია ყველაზე ბოლოს შექმნა, ყველა მქმნილებათა შემდგომ ცათა და ქვეყანისა ყველა თავისი სამგაული, მაგრამ ადამიანისათვის იქნებოდა ყოველივე. ხშირად მიხსენებია
ძველი ანტიკური ფილოსოფოსიდან პროკლე დიადოხოსიდან ის რაც ბოლოა ქმნილებაში პირველია არსში. ესე იგი მისთვის იქნებოდა ყოველივე. და რა შეიქმნა? არა მარტო ცადა ქვეყანა, რომელიც თავისთავად ძალზე მშვენიერია. დღევანდელი ადამიანი ისე არის სულიერებისაგან დაცლილი. ისე აქვს შეგრძნებები და წარმოდგენები მსოფლმხედველობა შეცვლილი, გაუყურმართებულიც კი. სიმახინჯეს დღეს წარმოაჩენენ როგორც მშვენიერებას. ბოროტებას როგორც სიკეთეს, სიბნელეს როგორც ნათელს. მაგრამ ღმერთს ასეთი როდი შეუქმნია ადამიანი. ან ამისთვის, რასაც შადის და როგორც ცხოვრობს. მას რა? წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ღმერთმა არარაობისაგან შექმნა სანი და ქვეყანა. რატო? ბუნებრივად იბადება კითხვა. რათა პასუხობს ეკლესია, წმინდა წერილი და ღმერთშემოსილი მამანი თავიანთ განმარტებებში, ჰომილიებში, ეგზეგეტიკურ ლიტერატურაში და ასე შემდეგ, რათა ნამეტნავი თავისი დიდი სიხარულისა და ნეტარებისა რაიმე კნილებისათვის გაეზიარებინა. ეს კნილებანი აღმოჩნდნენ ანგელოზები და ადამიანები. ანგელოზები, რომლებიც მეორე ნათლად იწოდებიან, პირველი ნათლის ყოვლადწმიდა სამება ღმერთის შემდგომ და უახლოესი არიან ღმერთთან თავიანთი ბუნებითა და ნეტარებით. და მერმე შექმნა, როგორც გითხარით, საბოლოოდ ადამიანი. მაგრამ ადამიანს განსაკუთრებული ნიჭები დააფრქვია ღმერთმა. პირველ ყოვლისა იგი შექმნა ხატათვისა, რაც ნიშნავს და მოიაზრებს, რომ ადამიანი არის თავისუფალი ნების მქონე არსება. აი ამიტომაც არის საყვარელო, რომ უკანასკნელ ჟამს ანტიქრისტე, როცა ეს მწვავალი მოევლინება წუთისოფელს, ყველაზე მნიშვნელოვანი დამახინჯება შეეცდება ადამიანში. რას? თავისუფლებას. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. დღეს რასაც თავისუფლებას უწოდებენ, ეს არის ყოვლად მიუღებელი ღმერთისგან. ცოდვათ არის სახელდებული. მაგალითად, ეგრეთ წოდებული სექსუალური უმცირესობების თავისუფლება. ჯერ კიდევ სოლომონ ბრძენი ამბობდა ათეული საუკუნეების წინათ, თავისუფლებას აღუთქვამენ სხვას და თავად რჩებიან ცოდვის მონებად. ყველა ეს გლობალური ხელისუფლება, რაც კიდე და მრავალი სახელი შეურჩიეს დღეს, არსი ერთია. ცდილობენ, რომ ეს ეგრეთ წოდებული თავისუფლებები მოგვახვიონ თავს, მოგვასაღონ მათ შორის ისეთ უძველეს და ტრადიციულ ერს, ტრადიციების მიმდევარ ერს და ჭეშმარიტი სარწმუნოების, რაც მთავარია, როგორც ქართველი ერია. მე აღარ მოვყვები კონკრეტულად რა შადიან ჩვენს მიმართ, რატომ იმუქრებიან, რატომ აქვთ ეს აგრესია დასავლეთის ქვეყნებს და ასე შემდეგ. ორი მთავარი მიზეზი გამოიკვეთა. ერთი, რომ არ ჩაგვეტრიოს ომში, რომელიც ჩვენთვის იყო გამანადგურებელი და წარწმედ დამღუპველი. მეორეც, ვინ არიან ისინი? არიან მუღმერთები, ურწმუნოები. მეორე ეს არის ის, რომ ჩვენ არ გავატარეთ მათი ნება ეგრეთ წოდებულ სექსუალურ უმცირესობებთან მიმართებაში. პირველ ყოვლისა არ მივეცით საშუალება, რომ მათ ჩაეტარებინათ ეგრეთ წოდებული გეი პარადი. აი ის ათონელს როგორღაც წმინდა მამას კითხეს, რომ რა შეხედულების ახარ თანამედროვე ახალგაზრდებზე, მოკლედ და გასაგებად უპასუხა. ეს ისეთი ახალგაზრდები არიან, რომლებიც მხოლოდ გეი პარადისთვის თუ გამოდგებიანო. არანაირი პატრიოტული გრძნობები, არანაირი ღვთისმოსაობა, არანაირი კეთილშობილება, არანაირი ადამიანობას, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ. აი როგორ ახალგაზრდებს აყალიბებს თანამედროვე გლობალური სატანური გადაჭარბების გარეშე ხელისუფლება. მაგრამ საუბარმა შორს გაგვიყვება, ამაზე ერთხელ გვისაუბრე, ამჯერად თავს აღარ შეგაწყეთ. მას ღმერთმა შექმნა ადამიანი, პირველი ადამიანი, ადამი და დაარქვა სახელად ადამ. ბევრი ჩვენთაგანი ყურადღებას არ აქცევს, რომ სახელი პირველ ადამიანს უწოდა თავად ღმერთმა, ხოლო მერმე როცა შექმნა ადამიანი, ადამიანს უბრძანა ყველა ქმნილებისათვის, საქვეყანა მათი სამკაული, როგორც ვახსენეთ, ფრინველი, ცხოველი, ქვეწარმავალი, წერი, ყველაფერს უნდა უწოდოს სახელი ადამიანი. რატომ? როდესაც ღმერთმა პირველ ადამიანს უწოდა ადამი, სახელი რომ დაარქვა, ამით გამოხატა, რომ მე ვარ შენი შემოქმედი ღმერთი, მე ვარ შენი მეუფე. ხოლო ადამიანს რომ უბრძანა ყველა დანარჩენისთვის დაერქმია სახელი, ამით ყველა ქმნილებას აჩვენა, რომ ეს არის თქვენი მეუფე. შესაქმის გვირგვინი, მას უნდა მორჩილებდეს. სწორედ ამაზე მინდა ლაპარაკი.
რატომ მორჩილებდნენ 64-ში ყველანი, მათ შორის დღეს ჩვენთვის ძვირვარე ცხოველები და სხვა და არ მორჩილებენ დღეს, არა თუ არ მორჩილებენ, ვნებენ ადამიანს და ადამიანს შიში აქვს, მაგალითად გველის მიმართ, ვეფხვის მიმართ და ასე შემდეგ ჩამოთვა რომ რა საჭიროა, ეს ხომ ჩვენში ძევს ეს შიში და რატომ ძევს მაგაზეც ძალისეულ ვისაუბროთ. და რატომ უწოდა მას ადამი? ეს როგორც წმინდა იოანე ოქროპირი და სხვა მამები განმარტავენ, არის ანაგრამები 4 სახელის, ანუ პირველი ასოები 4 სახელისა. ბერძნულად. ბერძნული არის ერთ-ერთი უძველესი ენა. ესეც მინდა შეგახსენოთ, რომ ბერძნები უწინ და ბიბლიურად იწოდებოდა იონიელებად. და როცა მოვიდნენ იქ, სადაც დღეს მათი ქვეყანაა სამშობლოა, ეს მათია უკვე 10-ული საუკუნეები, იქ ქართველური, პროტოქართველური ტომები ცხოვრობდა, პელაზგები, რომელთაგანაც ბევრი რამ შეითვისეს. მათზე ბევრად ცივილიზებული იყვნენ პელაზგები. დამწერლობაც, ხელოვნება, კულტურა, ბევრი რამ, ენიდანაც ბევრი რამ ისესხეს. მერე მოახდინეს ამ ტომის, ქართველური ტომის ასიმილაცია და მივიღეთ თანამედროვე ბერძნები. თქვენ რომ იცოდეთ. და მათთვის საერთოდ დამახასიათებელია სხვათა კულტურების და ასე შემდეგ მითვისება. აი თუნდაც აფონზე რასაც უკვე წმინდა მიწაზე ყველა ქართული სავანე და სიწმინდე აქვს მიტაცებული მათ. დიდი ნაწილი. დანარჩენი ეგრეთ წოდებულ ფრანგებს, ანუ კათოლიკებს და დანარჩენი მონოფის სომხებს. ეს საუბრის სხვა თემა, სხვა დროს ვისაუბრებთ ამაზე. მოკლედ, როდესაც ღმერთმა ადამიანს უწოდა პირველ ადამიანს, ადამ ამით რა გამოხატა? გამოხატა ის, რაც ხმამაღლა გამოთქვა, ადამიანურად მომთხოვა, რა ხმა არის და როგორ გამოთქვა, ეს ჩვენ არ ვიცით. რაზე აკურთხა პირველი ადამიანი? თან ჯერ კიდევ მარტოა, არც სოლი ყავს და არც ოჯახი, ასე თქვა. აღორძინდით, მხოლობითში კი არ უთხრა, მრავლობითში. აღორძინდით და გამარავდით. და მოედეთ მთელს ქვეყანას. ეს იყო წინასწარმეტყველება. აღორძინება, როგორც სულხან-საბა განმარტავს, ნიშნავს რაღაცის მოკლებას და უფრო მეტში გადასვლას. მაგალითად, მარცვალი რომ მოკვდება მიწაში, რომ ჩაგდო, ის ხო სიკვდილია, ჩვენი აღქმაში. იმიტომ რომ იხსნება ფესვები გამოდის, ახალი სიცოცხლეება, სიკვდილი დასაბამი ხდება სიცოცხლის. და ბევრ თავის და ეს გამოიღებს თავ-თავში. ესე იგი, აღორძინდით რას ნიშნავს? ნიშნავს სულიერად აღორძინდით, ანუ სულიერ ინტელექტუალურ განვითარებაზე აკურთხა ადამიანი. ასევე გამრავლებაზე, რაც ხმამაღლაც გამოთქვა, აღორძინებში გამრავლდით. მოედეთ 4 ქვეყანას. ქვეყანა ეს უთისოფელი იზომება 4 საზომით. აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი. და ნახეთ კიდევ რა წინასწარმეტყველება, რომ ბოლო ჟამს მოვიდოდა ძევთისა და ჯვარცმის მიერ გამოგისყიდი და ცოდვებისაგან. ჯერ კიდევ ჯვართაფანისემის დღეებია, დღესასწაულია, რომელიც კვირიაკეს ვიზეიმეთ. ვინც ჩვენთან იყო წირვალს და ალბათ სხვა მღვდლებმა მოძღვრებმა თავიანთ ტაძრებში იქ გადაგეს ჯვრის საიდუმლოება, რისთვის დაწესდა ეს დღესასწაული. არა მადლი და ძალა ჯვარს და სად იყო წინასწარ პირველივე გვერდებზე ბიბლიის ჩვენ ხედავთ, რომ უფალი საბაოთი წინასწარმეტყველებს ჯვარზე, ანუ ქრისტეს მოვლინებაზე, მესიისა, ჯვარცმაზე და ამ გზით ჩვენი ცოდვებისა, ხრწნილებისა და სიკვდილისაგან გამოსყიდვას. სად კერძოდ მამაო, სად არის ნათქვამი ამის შესახებ? ჯერ კიდევ პირველ გვერდებზე ბიბლიისა. აი ახლა მაგას მივადგებით ცოტა ხანში. მას ადამიანი იესო ქრისტე ღვთისმეტყველთა ენაზე იწოდება მეორე ადამად. ანუ ეს წინასწარმეტყველება ამ გზითაც იყო ქრისტეს მოვლინებაზე. და მოკლედ ასე არა რომ არსებობდა რა უკვე ქვეყნიერება, რომელიც განამზადა თავიდან იყო მოუმზადებელი და სული ღვთისა იქცეოდა მასზე და უბრძანა ღმერთმა, მოაწესრიგა, ფორმა მიანიჭა. ფორმა არსია, არსის შესახებ დიდი ფილოსოფოსი არისტოტელი ამბობს, ფორმა რომ მიანიჭა უსახურ მასას, ესე ვთქვათ, ამით მას მიანიჭა არსებობა. ფორმაში მდგომარეობს მისი არსება. არა მარტო იძრისის, ანუ რაც მოძრაობდა, არამედ უძრავის. ეხლა ნუ ვიტყვით, რომ ის უძრავია, სულიერ არაფერი არის.
უამრავი მაგალითების მოყვანა შეიძლება, როცა ვხედავთ, რომ სტიქიებიც კი ემორჩილებიან ღმერთს და მის წმინდანებს. აი, გენესარეთის ტბა გაგახსენდება პირველ ყოვლისა, რომელიც აღელვებული იყო, შთანთქმით ემუქრებოდა და წყალს უსხამდა ნავში. მიუხედავად რომ ბევრი მოციქულთაგანი გამოსტილი მეთევზური იყო, ხვდებოდნენ, რომ აშკარად სიკვდილის თვალებში უყურებდნენ და შეშინდნენ კიდეც. და ქრისტე დააცხრა, როცა ნავში ავიდა. პეტრეს უბრძანა, რომ ორწმუნედ გადაიყვანა და ესე შემდეგ მაგალითები არის ძალზედური. მაშასე ადამიანის შექმნა, შექმნილი იყო მოწესრიგებული ქვეყნიერება, მათ შორის დედამიწაზე იყო ედემი. მოდი ეს კითხვას დავსვათ საყვარელო. დედამიწაზე იყო ედემი? წმინდა მამათა ნაწილი ფიქრობს, რომ ის იყო დედამიწაზე. ნაწილი ფიქრობს, რომ ეს სულიერი გაგებით არის დათქვამი და დედამიწაზე სამოთხე არასდროს არ ყოფილა. ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ დედამიწაზე იყო, მიანიშნებენ მესოპოტამიაზე. იქ სადაც დღეს მესოპოტამიაა, უფრო კონკრეტულად დღეს იქ ერაყია. აი ეს სივრცე, ეს ტერიტორია იყო ტერიტორია ედემბანისა და სამოთხისა. სხვა მამათა ნაწილი ამბობს, რომ ეს იყო სამხრეთ კავკასიაში. ამიტომ არ იყო შემთხვევით წარღვნა, რომ პრაქტიკულად იქ დასრულდა, კიდობანმა იქ მიიყვანა და იქიდან განბრავდა და განთესდა მთელი კაცობრიობა წარღვნის შემდეგ. კერძოდ მართალინო ეს ოჯახიდან და სხვა. მაშასე მართალია ედემბაღი არსებობდა, შვენიერი ედემბაღი, მაგრამ ედემბაღში როდის შეიყვანა ღმერთმა, ნიშნად იმისა, რომ ადამიანი არის განსაკუთრებული არსება და მისთვის იქნება ყველგან, ამ უშვენიერეს ადგილას ედემბაღისა საგანგებოდ შექმნა სამოთხე და ხელმცენარენი აღმოაცენა ხელახლა. ცხოველ ფრინველი მართალია შესაქმნის წინა დღეებში იყო შექმნილი, მაგრამ ედემბაღის სამოთხისთვის საგანგებოდ შექმნა ცხოველები და ფრინველები და შეიყვანა სამოთხეში ადამთან ერთად და ბოლოს ადამი შეიყვანა, განუმზადა ყველა შეიყვანა. ეხლა თუ სულიერი გაგებით უნდა გავიგოთ, ხეცებში და სხვადასხვა წმინდა მამები განმარტავენ, გულის სიტყვები მოიაზრებოდა ადამიანის. ის რომ ხელმცენარეები აღმოცენა, ხელმცენარეები არიან ღვთაებრივი აზრები. ღმერთმა უბრძანა მოევლო ხელმცენარებს ედემბაღის სამოთხისათვის. რას ნიშნავს? განეჭვრიტა ღვთაებრივი აზრები. ღვთის დიდების ჭვრეტა და მისი საიდუმლოებში ადამიანის სიხარულისა და ნეტარების წყარო, ისევე როგორც თავად ღმერთის ხილვა და ჭვრეტა, რომელიც უხაროდა ადამ და ევას, მაგრამ როცა შესწოდნენ, კი არ გაიხარეს ღმერთის სიახლოვის შეგრძნებით. ანთროპომორფულად ადამიანურად ნათქვამია, როცა შესწოდნენ ღმერთის ფეხის ხმა გაიგო. იესო ქრისტე განკაცებული არც ფეხი ჰქონდა, არც ხელი და ასე შემდეგ. რას ნიშნავს ადამიანურად არის ნათქვამი, რომ იგრძნეს რა ღმერთის სიახლოვე მისი დიდებისა. იმ დიდებით და მადლით, რომელიც მათ ჰქონდათ, როგორც ღვთის კნილებას, უმაღლეს კნილებას, ისინი გრძნობდნენ ღმერთის სიახლოვეს. მათი სიხარულის უპირველესი წყარო იყო ღმერთთან სიახლოვე და ღმერთისაგან შთაგონებული ღვთაებრივი აზრების და საიდუმლოების ჭვრეტა ესევე იყო, ესე იგი მათი ნეტარების წყარო და იქაც და აქაც ღმერთია მიზეზი მათი სიხარულის და ნეტარების. სწორედ ამისთვის შექმნა, როგორც შესაძლოა, თავისი დიდი სიხარულის, დამეტავის სიყვარულის რაღაც ნაწილი ადამიანურად ვამბობთ, რომ პავლე მოციქული ამბობს, რომ მადლი არც იწონება, არც იზომება. ეშვენა, არამედ ნიჭთა განყოფანია მადლში. ნიჭია მაგალითად წინასწარმეტყველების, ღვთის სიტყვის მახარებლობის, კურნების და ასე შემდეგ, შეწევნის და სხვა. მადლი არის ერთი და იგივე, მაგრამ ნიჭები აქვს სხვადასხვა. ის რომ ღმერთი უხვად დააბრკვევდა ამ ნიჭებს პირველ ადამიანს. ეხლა წარმოიდგინეთ საყვარელო. ენით გამოთქმელ სიხარულშია პირველი ადამიანი. თავდავიწყებაში, აი როდესაც ჩვენ ვკითხულობთ, წმინდა მამები ატაცებული იყვნენ ზეცაში, ხილვით და ასე სანეტარო ადგილებში, თავდავიწყებაში ვარ, რაღა შორს ავიდეთ. პეტრე და პავლე მოციქულები ჯერ კიდევ დედამიწაზე, თაბორის მთაზე, როცა აიყვანა უფალმა და მთელი ღამე ლოცვაში განვლო მაცხოვარმა, ესე იგი რა იხილეს, როცა გამოეღვიძათ მოციქულებს გათენებისას. ენით გამოთქმელ დიდებაში იხილეს მათი ღვთაებრივი რაბონი, ანუ მოწყარი. და პირველად პეტრეს გამოეღვიძა, აქაც ღვთის ნება და განგება თავია მოციქულების. ზებედესები ვინ არის, რა უწოდა მათ უფალს, მაგრამ პანერგესები, ანუ ქუხილიზენი, რომ ხმა ქუხილიანად გარდავლიდნენ მთელს დედამიწას. ივანე და იაკობი. იაკობი იყო პირველ მოწამე.
მოციქულთა შორის არ დაგავიწყეთ. ხოლო იოანე არის სიყვარულის მოციქული. კერძს მიყრდნობილი, ერთადერთი მოციქულთა შორის, რომელსაც ეკლესია უწოდებს კერძს მიყრდნობილს, რატომ? მას ისეთი დიდი კადნიერება ჰქონდა იმ სიყვარულიდან გამომდინარე, საფრთხო ტრფიალებდა, რაც ჰქონდა ღვთის მიმართ და რაც ღმერთს ჰქონდა მის მიმართ, ჰქონდა კადნიერება საიდუმლო სერვალზე კერძს მიყრდნობოდა და არა უბრალოდ მიყრდნობოდა როგორც ასეთი, არამედ ეკითხა, როცა უფალთქვა ერთი თქვენთაგანი მიმცემელია, რომელიაო? ნახეთ რა, ორჭოფულ მდგომარეობას შააყენა უფალი, რომელიც კაცთმოყვარია, სოდვილიც ებრალება მას და შენდობა სურს სოდვილისა. ესე იგი, რა გამოდის? იუდა უნდა გაეცა წინასწარ, ვიდრე ჩაიდენდა ამ ცოდვას. მეორე მხრივ ამას ეკითხება უსაყვარლესი მოციქული და უარი როგორ უთხრას. ნახეთ უფალი, ყოვლად დიდი ბრძენი რომ არის, რა მოიმოქმედა. პირდაპირ არ დაასახელა, მაგრამ არც უარი უთხრა იოანეს. არამედ რა თქვა? თქვენ შორის, ვინც პინაკში ჩემთან ერთად პირველი ჩააწობს ხელს, პინაკი არის ჭურჭელი ძველ ქართულად, რომელშიც წმინდა ზიარება იყო. პინაკი არის წინასახე წმინდა ბარძიმისა. დღეს რომ ხმარო ლიტურგიაზე ზიარების შავს. ვინც პირველი ჩააწობს პინაკში ხელს, ის არის იმცემელი. როგორც კი ეს სიტყვები თქვა თუ არა, იუდა დაწებელივით ესე იგი სტაცა ხელი ზიარებას. ესე იგი წესიერად ვერც გაიაზრა, რას თავას უნდა უფალი, რა უთხრა? მიიღეთ ასჭამეთ, ესი არის ხორცი ჩემი თქვენთვის განკიხილი მისათებებელად ცოტა. არც კი რატომ ვერ გაიაზრა? უკვე დაპყრობილი ჰყავდა ანგარებას. როდესაც ერთ-ერთმა ცოდვილმა დედაკაცმა გახსოვთ სიმონ კეთროვანის სახლში, რომელმაც იწვია ქრისტე და მისი მოციქულები, განსტეხა ძვირად ღირებული 300 დრაქმანი ღირებულების მირონი აღმოსავლური. 300 დრაქმანი არის ძალიან დიდი ფული. როდესაც განსტეხა და გარდაათხია ქრისტეს, იუდამ რაიანარა შეგულში. ეს რომ მოეცა, ჩვენ რომ გავეყიდა, ძალზე ბევრს ამ სიბრავლეში ფულისა მოვიპარავთ ისე რომ ვერავინ გაიგებდა. ბევრია. და არავინ მას ქისაში, გვადროში, ძველ ქართულად არ უყოფდა ხელს. სწირავდნენ, ინახავდა. ესეც ნახე, როგორი სიბრძნე ღვთისა. განაღმერთმა არ იცის ვინ არის იუდა. იუდა რა არის? პირველი ნაკლების. არასდროს თავისი მოძღვარი ქრისტე არ წამდა როგორც ღმერთი. ყველაზე მეტი იგი ფიქრობდა, რომ ის იყო ისრაელის განმათავისუფლებელი, პალესტინის რომაულთა მონობისაგან, ძალმომრევებისაგან. ყველაზე დიდი აზრი ეს იყო იუდასი ქრისტესზე. მეორე მხრივ, გულის სიყრმეში ჰქონდა მიდრეკილება ანგარებისაგან. ვინც იყო საბრალო ღატაკი ადამიანი, განხვარი ყველი და პური ქართულად რო თქვა, ენატრებოდა და ქრისტემ ნახე, არა თუ უბრალოდ დააპურა, ხორციელი გაგებითაც კი. არამედ მადლიც მისცა, ქადაგების წარგზავნა, სასწაულს მოქმედების ნიჭიც მისცა მას. შენ რაც არა უბრალოდ 500 მოწაფეში, რომელიც ამაღლებამდე ყავდე, და არა უბრალოდ მოციქულთა შორის, თქვა 70-ში, არამედ 12-ში. და ნდობა გამოუცხა და გვადროცი ჩააბარა შეწირულობისთვის. მეორე მხრივ ეს იყო გამოცდა. აი თქვენ გენატრებად ლოჯა პარტელი, თქვენ გინდა გახდეთ მილიარდელი და თქვენ იცით რამხელაც დუნებებია ეს, აბა ნახეთ ამ ეგრეთ წოდებულ მილიარდელთა და მილიონერთა და ტრილიონერთა სახე რას წარმოადგენენ ისინი. აი სოროსი, ყბადაღებული, ავად სახსენებელი, უმდიდრესი ადამიანი და უბოროტესი ბებერი, ეს მინდა თქვა მოხუც. რა შადის? დღეს რომ ლაპარაკობს ძალიან ბევრს, მათ შორის მაღალი პოლიტიკოსები, ამერიკის პრეზიდენტი და მისი მომხრენი და სხვა, დიპსეიდი და ესე შემდეგ, რა ხდება? მისი ფულებით და არა მარტო მისი, რა ფინანსდება? სახელმწიფოში შეჭრა, ფერადი რევოლუციები, დამხობა, ხალხის გაუბედურება, მათთვის სასურველი ხელისუფლების მოყვანა, რომლებიც მათ მერკანტილურ გახსნილ იდეებს გაატარებენ ამა თუ იმ ქვეყნის საზოგადოებაში. დანარჩენებს აღარ მოუყვებიან. თავად ისინი, ვინც გახდნენ ამასობაში და ამ გზით გავლენის აგენტები და აგენტები საკუთარი სამშობლოს მტრები გახდნენ. იციან, არ იციან, იაზრებ, ისინი ხო საღათ ვეღარ საზროვნენ, იუდასავით მათაც ტვინია დაბნელებული გონება. ვერცხლის მოყვარეობა რომ დაიპყრო იუდას გულის სულიდან მთელი არსება და ნასხამი.
აი ამიტომ გასცა ქრისტე. რა თავად უფალი განმარტავს. ორი უფლის მონება, ქრისტესი და მამონასი, რომელიც სიმდიდრის ვერცხლის მოყვარეობის კერპია, ღმერთი ეგრეთ წოდებული. არ შეიძლება. ან ერთს მეტად შეიყვარებს, მეორეს მოიწვლის, ან პირუკო. იუდამ არჩევანი გააკეთა. დღეს როგორ ვამბობთ ხოლმე პლურალიზმით, ფსევდოლიბერალური შეხედულებებით და ფსევდოდემოკრატიით გარყვნილები. ეს მისი არჩევანია. ამალღათ ეს მისი ავტონომია, საკუთარ სხეულზე, სხვის სხეულებზე ამბობთ. ეს მისი სივრცეა, ეს მისი გადაწყვეტილება. მამბატია საყვარელო, ცოტა ხანი შეგაჩერება. და ზეღვთის არ მოვიდა დედამიწაზე და მოგიტანა ზეციური საიდუმლო და ხსნა რომ მოგცა საკუთარი ტკივილებითა და ჯვარცმით, ეს არაფერს ნიშნავს. მაგალითად უფალი რომ გეუბნება, რომ ეგ სხეული პირობოლისა ჩემი ქმნილება, ამიტომ არ უნდა გახსნა ის. რატომ? პავლე მოციქულს ათქმეინა სული წმინდა. ვინც გახსნის ამ სხეულს, მას გახსნის უფალი მარადებს. როგორ? სხეულის გახსნისთვისაც თქვა სოდომური ცოდვებით, მრუშობით, სიძვით, დიახ. ეს მისი ქმნილება. გარდა ამისა, ამბობს პავლესვე პირით, სული ღვთისა, ეს არის განაარიცით, რომ ტაძარია ღვთისა და სული ღვთისა დამკვიდრებულია მაშინა. ეხლა მოდი იმასაც მოყვეთ, ჩვენ სხეული რატომ ისა ისეთი, როგორიც დღეს აქვს. თავის დროზე ამასაც მივადგებით, როგორც იტყვია ხოლმე. სულიც, რომელიც შთაგბერა, ესეც ღვთისა, სიცოცხლის ზალად. ჩემი რაღაცა, შენი არის თავისუფალი ნება და არჩევანი. ეს არის ყველაზე დიდი ღირსება ადამიანის. ესე იგი, ადამიანმა რომ სწორუპოვარი არჩევანი გააკეთოს, ყველაფერი მის საუფალოდ. რა აკეთოს? სინდისი პირობოლისა. როგორც ოქრო პირამოს, ეს იყო პირველი ცნება, რომელიც გულის ფიცარზე დააწერა 60-ში ჯერ კიდევ. როდის მამო, იქ სად არის ნათქვამი, რომ სინდისი მის აიროცა ღმერთმა უთხრა, ყველა ხიდან იგებდა, გარდა ორი ხისა, ცნობადის და ცხოვრების, ეს იყო სინდისი მისა ღმერთმა და სინდისის ქენჯნა. სინდისითაც იცოდნენ მათ, რომ ეს იყო აკრძალული ხე და აკრძალული ნაყოფი. რატომ და რისო მაგასაც ცოტა მოგვიანებით ვიტყვი. მოკლედ, სამწერტილი დავსვათ თანამედროვე ანტიქრისტეებთან მიმართებაში, სოროსი იქნება თუ სხვა. ის რაც მოსახდენია, ის მოხდება. და როგორც მინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს, ჩვენი უძლური ხელით მოვეცდებით მის შეჩერებას. ანტიქრისტეს წინსვლა ღვთისგან არის დაშვებული. და რატომ? მას ხომ მოყვარს ადამიანი, აი რომ მოყვარს, იმიტომ დამუშვა. თეძლიერმა გაიმარჯვეს. მან მოგცა სინდისი, გონება, განშის უნარი, თავისუფალება. ისე შეგიყვარა, რომ ამასაც არ დაჟე, რომ მართალი წინასწარმე პატრიარქი მოგილდა და სხვა წმინდა წერილი მოგცა საერთო გამოცხადება ღვთის საიდუმლოებაზე, ცხონების საიდუმლოებაზე. საკუთარი მხოლოდ შობილიძე ისე შეგიყვარა, ისიც კი მოგცა შენ. გოლგოთაზე დაუშვა მისი ჯვარცმა. მაგრამ ეს მარტო მისი ნება არ იყო მამის. ეს არის ნება ძის, ეს არის ნება სულიწმის. იმიტომ რომ ერთი ნება აქვთ, ერთი ბუნება, ერთი მოქმედება, ერთი ხელმწიფება, ერთი ნეტარება. ყოველი ადამიანის მოქცევა ცნობილების გზიდან და ჭეშმარიტების გზიდან, ანუ ცხონება. აი რა სურს და რა ნებავს ყოვლადწმინდა სამებას. მაგრამ ადამიანი რობოტად არ შეუქმნია. მან შექმნა თავისუფალ არსება. ადამიანმა დაეკითხება რა სინდის, წმინდა წერილს, წმინდა მამას და ასე შემდეგ, უნდა გააკეთოს ჯეროვანი დასკვნა. ხშირად მამა, აი როგორ გავიგო, ვწდები თუ არ ვწდები, სწორად ვეცები თუ არ ვეცები. მაგისთვის გაქვს ქართულად წმინდა წერილი საკუთარ ღმერთშემოსილ მამათა ღვთისშთაგონებული თხზულებები, გაქვს ეკლესია თავის საიდუმლო და ყავს სულიერი მამა. თუ არ ყავს მიმართე. ისი რა არის ჩემი მოძღვარი ჯიპით დადის და ვერ დავდივარ იმასთან. კი ბატონო, ვინც ჯორით დადის, ფეხით დადის და ვირით იმას მიმართე. აქ ჯორი და ჯიპი კი არ აქვს მნიშვნელობა, თვითონ მოძღვარია. სიტყვას ეს უბრალოდ თავს იმართებენ, რატომ არ დადიან ეკლესიაში და არა თუ არ დადიან. ლამსდავენ ეკლესიას, რომელიც ქრისტეს სხეულია, იდუმალი, როგორც მოციქული პავლე ეკლესიაზე ამბობს. იერარქიას, მადლმოსილს, სულ რაღაც უარყოფით ეძებენ.
მაგრამ ეხლახანს არ გითხარი საყვარელო. იუდა რა კი გამოირჩია მოციქულად. პირველი მოციქულები იყვნენ პირველი მღვდელმთავრები. მას მიანიჭა. წარმოიდგინეთ საყვარელო რა არის და მის გულში რა ხდებოდა რომ ანგარებით იყო შეპყრობილი. ხელმწიფება და მადლი ღვთის სიტყვის ქადაგების ხარების და საკვირაოდ მოქმედების. არაფრით არ გამოარჩიეს სხვებისგან. ასევე თუ ჟულისმიერად არის მღვდელი ნაკურთი, დიაკონი თუ მღვდელმთავარი, ყველაზე განისვენებს ხელდასმის ხიროტონიის მიერ ეს მადლი. ხოლო როდესაც წარდება უფლის წინაშე, ისიც და მადლმოსილის და უმადლოც, რომელსაც ვერ შეეშვა ეს მადლი, ყველანი როგორც ადამიანები განიკითხებიან. ვინ როგორ შეიტყო ეს მადლი? ვინ როგორ იცხოვრა? მეორე მხრივ მარილი მისა სამღვდელო იერარქიას დაამარილონ რითი ქრისტეს სიტყვით, მისი მოძღვრებით, ესე იგი ადამიანები. ხოლო თუ მარილი განკარდება, რა ითამე დაამარილონ, თუ წახდება მოძღვარი წმინდად არ იცხოვრებს, მის მიმართ უნდობლობა გაუშვება. საბოლოოდ იმის მიმართ, ვის სახელითა და რასაც ქადაგებს ის. და ვაი ამ ბრუტიმონისა როგორც უფალი არაერთი გავში ამბობს. მოუბრუნდეთ ისე 64 ადამიანს ჯერჯერობით იქ ვერ შევალთ. ჩვენ არც ვიცით, შევალთ თუ არ შევალთ, მაგრამ სწორედ იმისთვის ვართ მოწოდებული, ვიბადებით რა დედამიწაზე, ნაფერწყალებით ცეცას ვესწრაფოთ, დაკარგოთ სამშობლოს, 64-ის. ბაშაცე ადამიანი 64-შია. ღმერთმა მისცა სინდისი. ეს იყო პირველი წელი. რაც მდგომარეობდა მარხვაში. არ უნდა მიიღო ამ ორი ხიდან. რა ხეები იყო, ადრეც გვითქვამს. ჯორთაც თაყვანისმას სლათვი ლაპარაკეთ, უფრო გამოთარგმანებით წმინდა მამათა მიერ. ესი შუაგულში აღმოაცენა, როცა ყველა სცენარი აღმოაცენა, ბოლოს, ანუ როგორც ვიტყვი, დაბოლოს აღმოაცენა ორი ხე, ცნობადის და ცხოვრების. რაც თავისთავად უკვე იმ შუაგულში აღმოაცენა, მიუთით ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთაებრივი აზრები, სწორედ ეს ორი ხე იყო. ეს ორი ღვთაებრივი აზრი. წმინდა მამა და გრიგოლ ღვთისმეტყველის სხვათა განმარტებით, ცნობადის ხე ეს არის წინასწარმეტყველება ყოლა წმინდა ღვთისმშობელ მარიამს. წარმოიდგინეთ, ეს 64 ადამი შეიქმნა, არაფერი არ მოხდა, რაც პერმე მოხდა საუკუნეთა განმავლობაში, ვიდრე ქრისტეს უარყოფამდე, ჯვარცმამდე და სხვა, მაგრამ ღმერთს უკვე აქვს წინასწარმეტყველება ამაზე. რატომ? მისთვის მომავალი წარსული არ არის, ყველაფერი არის მარადიული არც. ხშირად გვითხოვს, როგორც ხელის გულზე ისე ხედავს ყოველივეს და შჭრებს უფალი. მაგრამ ჯერჯერობით ადამს ხელი ჩაუშვი. ადამიანს ეს ღვთაებრივი აზრები არ უნდა გაიაზრებინა. რაზეც აკურთხა, ის უნდა გაიაზრებინა. იმიტომ რომ ადამიანში ჩადო თანდათანობის პრინციპი, შემეცნების პროცესი ადამიანში და თავისებური შემოქმედებისა გაგებით. ცნობადის ხე იყო წინასწარმეტყველება და წინასახე ღვთისმშობელ მარიამზე და რა კი ღვთისმშობელი ქვია, ესე იგი ღმერთის მოვლენებაზე მის მიერ დედამიწაზე. ყოველივე რაც ახსოვდა, ესე იგი ძალიან ღრმა აზრი იყო, ღრმააზროვანი იყო ეს ღვთაებრივი აზრი. მეორე მხრივ აღმოაჩნდა ხე ცხოვრებისა, რომელიც წინასახია ჯვარი პატიოსანზე, ანუ ქრისტეს ვნებებზე, ჯვარზე ჯვარცმულ უფალზე. ბელზებული, რომელიც ყველაზე ახლო მდგომი ანგელოზი იყო ღმერთთან, შურით და ამ პარტანებით აღივსო. ერთის მხრივ იფიქრა, რომ ღმერთს გაუტოლებდა თავს, რაც ისაიამაც გამოთქვა წინასწარმეტყველად, ღობელთაზე და დავით გამსარდავს და ღმერთს გაუტოლდებიო. სინამდვილეში ისიც დაკარგა, რაც ძალიან ბევრი ქონდა დასაკარგი. დიდი რამ დაკარგა ბელზებულმა და გარდაისახა წყვილის თავადად, ანუ სიმნელის ანგელოზად. მაგრამ არ იცოდა როგორ ჯანმრთელი ჰქონდა ღვთის მიმართ შემოქმედის უკმაყოფილება, ღვაწლი, შური ადამიანის, რომელიც საგანგებოდ შეიყვანა და საზეიმოდ დაადგინა 64-ში. მაგრამ არ იცოდა როგორ მოკლავდა პირველ ადამიანებს, როგორ ავნებდა მათ, რომ ამით ევნო და ჯანმრთელი გამოეხატა თავ. ძალიანაც კარგად იცის, რომ ღმერთს ვერც ვერაფერს ვერ ამბობს, მაიმუნია მის წინაშე, როგორც წმინდა მამები უწოდებენ ღმერთთან მიმართებაში ეშმაკს. მაგრამ ეს არის სულ დაბალი არსების ჩვენება.
აი ქართული ანდაზა რო ამბობს, კაცმა ცხენს ვერაფერი დააგო და უნაგირს დაუწყო მტრევაო. ეს უნაგირი აღმოჩნდნენ ჩვენი პირველი მშობლები, ადამ და ევა. ერთი სიტყვით ადამის სამოთხეშია, უდიდეს ნეტარებაში. ენით გამოუშვებ ჩვენ ამის წარმოდგენას გვიჭირს იმდენად დამძიმებული ცოდვები, ტკივილები და ასე შემდეგ. მაგრამ რაც მე მაყურებდა ყოველთვის და მაყურებს ეს რა არის? მიუხედავად იმისა, რომ თავ დავიწყნა და მიმყანებელ ნეტარებაში იყო. ღმერთმა ასე განსაჯა. ამას ქვია ღვთაებრივი ბჭობა. მამის, ძის და სულიწმის როლი ბიბლიის პირველ სამი გვერდებზე გადმოცემული. კერძოდ რა თქვა? ვინ თქვა? ჰიპოსტასურად, ვინც უფრო მაღლა დგას. მამა ღმერთი ამბობს. ვის გასაგონად? ძისა და სულიწმიდისა. აი რუბლიოვის სამების ხატი გახსოვთ? იქ ბევრი რამ არის გამოხატული იდუმალ. ბარძიმში რო ტარი გიდევს, ანუ ეს არის წინასწარმეტყველი ქრისტეს ვნებაზე, წმინდა ზიარების ევქარისტიის დაწესებაზე და მრავალიცა სხვა. პატრიარქს ერთ-ერთი ქადაგებაც აქვს, ჩვენ პატრიარქს განმარტება აქვს. ძე და სულიწმიდას მიპყრობილი აქვს თვალი მამისკენ, მესამე წევრისკენ. ეს არის მამა ღმერთი. ამითაც გამოხატული არის. ყველა თვალსაზრისით თანასწორია მამაძე და სულიც, მაგრამ მამა ღმერთი ჰიპოსტასური თვალსაზრისით, უმიზეზოა და მიზეზი ყოველთა, მათ შორის ძის და სულიწმის, მისკენ არიან მიპყრობილები. მაგრამ რაც ნებავს მამას, იგივე ნებავს ძეს, იგივე ნებავს სულიწმიდას. ამიტომ მათი მოქმედება არის ერთი. სამი ჰიპოსტასიათ, ერთი არსებაა. მას რა განსაჯეს და რა ბრძანა მამა? არა კეთილას ყოფნა კაცისა მარტო, ვუქმნათ მას ძემს გავსებისაებრ. ესე იგი მართალია დიდ ნეტარებაშია, მაგრამ კარგი არ არის რომ მარტო არის. ღმერთიც ხო სამობით არის. და აი გაამრავლა ადამიანი. როგორ მოხდა? არა ისე შექმნა მეორე ადამიანი, როგორც ადამი. თიხისაგან მიწისგან ოზილა სული სიცოცხლე შტაბერა და ასე შემდეგ. არა. დააწინა ადამი ძილი მოჰგვარა და გამოუღო ნეკნი. ადამიანს მარჯვენით კერძო ნეკნი იმ ადგილას არ აქვს. ნიშნად იმისა, რომ აი ეს მოხდა, რაც აღწერილია ბიბლიაში. და ნეკნისაგან შექმნა ახალი ადამიანი, ევა. როცა გონს მოეგო ადამი, მოდი ადამიანო თქვა გამოიღვიძა თქვა, დაინახა მისი მსგავსება. რა თქვა საგვარელო? ეჰა ძვალი ძვალთა ჩემთაგანი, ხორცი ხორცთა ჩემთაგანი. მან არ იცოდა მის თავს რა მოხდა. გათიშული იყო თქვენანაზე ვამბობ. დაძინებული იყო. მაგრამ როცა ნახა ეს ამოიძახა, რა იყო ეს? ადამს და ევას ცოდვით დაცემამდე ჰქონდა წინასწარმეტყველების ნიჭი. დაკითხვით შესავალში მრავალი ნიჭი დაახვია პირველ ადამიანს. მათ შორის წინასწარმეტყველების, წინასწარმეტყველები. მან იწინასწარმეტყველა ეს მეორე მსგავსება მისი არა ისია შექმნილი როგორც თავად ადამი, არამედ მისგან არის შექმნილი, მისი ძვლისგან, მისთან ხორცთაგან. ხორცი ძველ ქართულად სხეულს ნიშნავს საზოგადოებრივ. აქ პირდაპირ გაგებითაც არ ნათქვამო, ხორცისაგან შექმნილი, ძვლისაგან შექმნილი. და რა უწოდა სახელად? ევა. არა მარტო ის იწინასწარმეტყველა, აწმყოში როგორ შექმნა მისგან უფალმა საბოლოთმა ევა, არამედ დედაკაცი, არამედ იწინასწარმეტყველა, ისიც რისთვის შექმნა? ევა ძველი არამეულიდან ქართულად რო თარგმნით ნიშნავს ცხოვრება. მისი ცხოვრების თანამგზავრი. აი რამხელა აზრი მიანიჭა დედაკაცს. დღეს შეიძლება თანამედროვე დედაკაცთან მეტ ნაწილზე ითქვას, რომ ისინი ადამიანის მეგობრები არიან, რომ ოჯახში ჰარმონიაა, რომ უყვართ ერთმანეთი, რომ დედაკაცის თავი არის ქმარი. ხოლო ქმარს ცოლი უყვარდეს ვითარცა თავითვისი, რადგან არავინ არასა და არ მოიძულებს საკუთარ თავს, ამბობს მოციქული პავლე. ბიბლიურ ოჯახს ჩვენი ოჯახები ნამდვილად არ აკავს. უფრო ესადაგება, მიესადაგება ქართული ანდაზური გამოთქმა, ესეთ ოჯახებზე. ჩვენ რო გვაქვს ზაღლი პატრონს ვერასრულს. ნახეთ აქაც ჩვენ დაუნებურად ზაღლი ფიგურირებს. ზაღლი პატრონს ვერ ცდილობს, მაგრამ პატრონი ზაღლს უპირატესობას აყენებს. მე შეიძლება გაგიცინოთ, მაგრამ მე მინახავს და მისაუბრია ადამიანებთან, რომელსაც პათოლოგიურად თქვა, მაგრამ ზაღლი ყავს ფილია სახლში. შვილზე მეტათაც კი.
რაც წარმოუდგენელი ერთხელ მოგიყევით ცოტა გაგაყინეთ ვარ დაგამძიმოთ ბევრი საუბრი თითუდეში ახლა დაკურთხი მოდელი ვარ დაახლოებით 2-3 წლის და მოულოდნელად ტაძარში ისმის ეს გამოუთქმელი კირილი და გაუთავებელია დიდხანს თითქმის ნახევარი საათი ახალგაზრდა ქალი შევხედე ესე იგი 29 წლიდან მორიდებით მივიახლე და კითხე რომ კაც მე მეკონა აშვილი გარდაეცვალა ან ვიღაც უყდება და ასე შემდეგ რა ხო და მორიდებით კითხე რომ რა უბედურება გეცვიათ მეთქი რატო ხართ ესე აღელვებული მეთქი და ამდესტირეთ აი მე გისმენთ გიყურებთ მეთქი და ჩეკა თუ რაღაცა თქვა სახელი ხო და ვიფიქრე ალბათ შულს დაარქვა ასე და რა შუდათ არის მეთქი და არაო გარდაიცვალაო მოკვდაც არ თქვა ელფონურად თქვა რა შეიძლება გარდაიცვალაო ну გარდაიცვალა ну რაღაც კონკრეტულად კითხე და არა რა სამოქო ადამიანი კარა ძაღლია მაგრამ ადამიანზე მეტად მიყვარდაო ну მე მოვიდებით უკვე ადამიანზე მეტად არ შეიძლება ცხოველი უყვარდეს ადამიანს აღშფოთდა რა შეიძლება გაკეთდეს არაფერი მეცას მიაბარე რომ ინფექცია არ გავრცელდეს უკვე ირონიითაც უთხარი რა დავინახე რომ ვერ ლავეს რა აულაბარში ვარ კარგად რო ვერ იყო რა ხო და ამაზე აღშფოთდა დაასაფლავე მეთქი და არ მოეწონა სიტყვა ძაღლთან მიმართებაში ну აი მაგალითად შეიძლება რომ ვილოცო თუ ეხლა ხო მოვედი ტაძარში და მას დაუთეს ანთელიო ტირიო მისთვისო რა პანაშვიდი შეიძლება გადაუხადო თუ წარმოიდგინე მეოთხარე ბესამართი შეგეშა და შვილომეთქი ცოტა მკაცრადაც უთხარით ეგ რომის პაპს უნდა მიმართო მეთქი ის რომის ბოგვერებსაც ნათლავს და ძაღლებსაც უგებს წეს მეთქი და ჩვენ მაგ დონეზე არა ვართ მეთქი ჯერ მართლმადიდებლები უკმაყოფილო წავიდა ტაძრიდან რატომაც წენე მამაო ეს ხო არასწორად მოიგეთ ძალიან სწორად თბილად განუმარტე ყო არ მიიღო აზეთებზე უფალ მომიდა ხამლი განებარტყებსაც ფეხსაცმელი გადადეკი სხვა სულ გადაგეო ახეთ და კაცად უნდა უთხრა ამის შემდეგ ცოტა გამოფხიზდეს არ ვიცი რა გონია ეკლესია ზოგ ადამიანს 1000 რამე სიტყვენ ეკლესიის და გარდა იმისა რაც მიანიჭა უფალმა სინამდვილეში და პირველ ყოვლისა ეკლესიაში შეიძლება მარტო დაეხმაროს აჭამოს ასვას ეს გაუკეთოს ის გაუკეთოს სულის ხონებას რომ დაელაპარაკებთ თავს სათოფეზე იჭერს და რა უნდა ელაპარაკო ასეც თავისუფალი ნება ძალით ვერ მოიყვან ხონებასთან ვერ მეიყვან არ უნდა ეს შენი ხონება რადგან არსამს ღმერთი და ასე შემდეგ აი ვანებობ თავი და ადამ და ევა მოკლედ ამგვარად შეიქმნენ დაადგინა ედემალე 64-ში და ეხლა გველს უნდა რომ დასცეს ისინი ამიტომ ამასაც მიერცეთ ყურადღება თავდაპირველად ადამს კი არ გამოეცხადა ევას ვიდრე აცდუნებდა მანამდე შევიდა გველში რატო გველზე ნათქვამია ბიბლიაში რომ ყველაზე გონიერი იყო ადამიანთან მოდგმის შემდეგ იმ ცხოველ ფრინველებში იერი სხვაგვარი ქონდა ის მიწაზე მცურავი არ იყო ეს სოდვის შედეგია წყევის როგორც ნანეკნარი ატყვი ადამიანს მარჯვენით გერზე ისე გველი ცურავს ღვთიური წყევის გამო დაიწყებლა ღვთის მიერ მოკლედ ჯერ გველი აცდუნა რა თქმა უნდა გონიერი მაგრამ ნაკლებ გონიერი ვიდრე ადამიანი შემდეგ გველში შევიდა რა ანუ რა გამოდის ადამიანთან მეგობრის სახით დაუწტუნება ეშმაკმა პირველ ადამიანს ევას შორიდან დაიწყო საუბარი როგორც შეულებრივ ცბიერ ადამიანს და ცბიერ არსებებს შევიათ მსაყრებს და ბოლოს გაიგო საიდუმლოებას თუ ამ ორი ხიდან რომელიმედან იხმევენ ნაკობს სიკვდილით მოხდებიან და ღმერთს და ევამ უთხრა რომ ჩვენო არც კი შეგვიხედიო ღმერთს არ აუგზალია რომ შეეხედა იმიტომ ულამაზესი იყო ეს ორი ხე განსაკუთრებით ხებთან შედარებით არამედ მან უთხრა არ იხმევ და ისეთი შიში ჰქონდათ ღვთისა რომ არათუ არ იხმეს ნაკოფი არ მოკრიფეს და არ ჩამეს არამედ არც კი შეუხედავ და არც კი შეხებიან ისეთი ღვთისმოშიშები იყვნენ მაგრამ ნახეთ რა ვერაგია ეშმაკი როცა გაიგო როგორ მოკლავდა უკვე არ ხეინათ ეუბნება ეგ იმიტომ კი არ გითხართ რომ მოგვდებით თქვენი შურს თქვენ როგორც კი მაგას იხმევთ ღმერთებივით გახდებითო და ფსალმოში ნათქვამია დააკლო რა ითამე ანგელოსთა რამეთი დააკლო ადამიანი პირველი ან არაფრით არ დააკლო მადლი ნეტარება ჰქონდა აურაც ხელი და ხატება და
მსგავსება, უფრო მკაცრად ვთქვათ, ხატება მისცა და მადლის მიერ ღმერთს დამსგავსებოდა. აქ რო ვერ შევძლებთ, მეორე ადამი მოვიდა, აღასრულა ჩვენი ცოდვა ხრწილებისაგან და სიკვდილის გამოსყიდვის საიდუმლოება, მადლი წარმოსწყვეტა ჩვენთვის, რომელიც დაკარგეს მესამედ მას ეცილოთალებ დაცემის გამო და აი ამ მადლით ხდება ადამიანის განხრთობა. ემსგავსება იმას, როგორიც ის შექმნა. როგორც გითხარით, ადრეც არა მარტო სული მისი აღავსო მადლით პირველ ადამიანების მათ სხეულზეც კი ხორცდა ზედა მადლი განისვენებდა. ამიტომ არა მარტო სულით იყვნენ უკვდავნი, არამედ მათი ხორცნიც, სხეულიც იყო უკვდავი და მარადიული. მაგრამ როგორც კი გარდახვდნენ ღვთისმცნებას, გახდნენ მოკვდავები და იმ დღიდან შემოვიდა წუთისოფელში სიკვდილი. და დაკარგეს 60. 60-ში, როდესაც ადამ და ევა შეიყვანეს და უბრძანა დაარქვა რა თავად ღმერთმა ადამი, ყველას თავისი სახელდება. ანუ ადამს გარდაცვალებისა და ევას ჰქონდათ, მაგრამ ადამად დაარქვა და არა ევა. ჰქონდათ შემოქმედებითი ნიჭიც. ენა არის უჩვეულო ფენომენი. მე გასულ კვირას გადაგებაში ვახსენე, ადამიანებს სადეს, თქვათ ესპერანტოს სახით შეექმნათ ხელოვნური ენა, ყალბი ენა, დარიენა, სხვა ენები და სხვა თავისებურებები, აიღეს გრამატიკა და ესე შემდეგ, მაგრამ გავრცელება არ პოვა და დარჩა მკვდარ ენად, ფრაჩობილი. ენის გამოგონება ადამიანურად რაოდენობით ინტელექტუალურად სულიერ განათლებული და მეცნიერიც არ უნდა იყოს, არის შეუძლებელი. ღმერთმა საამისოდ მისცა შემოქმედებითი ნიჭი. ეს შემთხვევით კი არ ეწოდება ამა თუ იმ ნივთს ასეთი მოყვანილობის, ასეთი ფერის. ყველაფერი ეს სახელდებაში არის გათვალისწინებული. აი მაგალითად შიშინი, ხიყინი, სიყვაზე ავიღოთ. როგორ შეესატყვისება იმას, რა ხმებსაც გამოსცემს. და ასე შემდეგ. და განსაკუთრებულად არა იმიტომ რომ ქართველი ვარ, რა თქმა უნდა, ქართული ენა უღრმესი ენა. რამდენად დასაჭირებელია, ეგ სხვა ამბავია. ბრიტანელი მეცნიერები, რა კი ჩვენს ავტორიტეტი არ არის და ჩარესხეს ფსევდოლიბერალებმა ჩვენი აკადემიას და მეცნიერებას, სამწუხაროდ არა მარტო ეს. აი ბრიტანელ მეცნიერებს მოდაშია მაინც ყოველივე ბრიტანული, ინგლისური, ამერიკული და დასავლური მოკლედ ვთქვათ, რამოდენიმე წელიწადი იკვლევდნენ ენებს, ენის ფენომენს და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ იბერთა ენა, ანუ ქართველთა ენა არის უძველესი ენა და ძირი ენა, აქედან მოდის სხვა ენები. ბიბლიაშიც როგორ კითხულობ, როცა დაიწყეს, ესე იგი, გოდოლის შენება, ამის შემდეგ ანგელოზი გარდამოავლიან და ენები გაამრავლა. რომ ერთმანეთს არ გაიგოთ ამ პარტამლების გოდოლის შენება არ დაემთავრებენ. ეს ალეგორიულად არის, ბევრი რამ მოიაზრება და არა პირდაპირ გადაგებით ხოლმე უნდა გავიგოთ. ასეა თუ ისეა, თქვათ იოანე ოქროთის ბიბლიის ამ ადგილების განმარტებაში ნათქვამი აქვს, რომ ერთი ენიდან გამრავლდა ყველა ენა. ის მაგალითად რას უწოდებს იმ ერთ ენას, ძირი ენას. ეს იყო ებერთა ენა. არ ვიცი თარგმანშია, იმიტომ რომ რუსულ თარგმანში, ორიგინალში ბერძნულში არ მაქვს საკითხული და მაინტერესა და ალბათ მიმართა პრინციპია ბერძნული. ეს იყო ებერთა ენა. ძალიან ახლოა ხმოვანებით ებერი, იბერი. შესაძლოა იქ ორიგინალში ნათქვამი იბერთა ენა. და ასე შემდეგ. ქართველობას სხვა სახელები ჰქონდა. კოლხები, იბერები, ქართველები ქართუდან მოდიან და ასე შემდეგ. აი იქ 60-ში ადამის და ევას თანაბრად ძალაუფლებას ფლობდნენ ყოველ ფრინველ ცხოველ ქვეწარმავალს. იმიტომ რომ ქვეწარმავალი რა იყო? წერი და სხვა ტილი დაკნინებით გვიყვარს ხოლმე ლაპარაკი. ისინი მათაც კი იცოდნენ, რომ ეს მათი მეუფეა ადამი და ღმერთი არის მათი შემოქმედი. იმიტომ არის სტიქიები, ემორჩილება, ფრინველი, ცხოველი. აი ახლა მე მინდა საილუსტრაციო ჩვენი აზრისა, როგორი ვიყავით ადამიანში და როგორები ვართ დღეს. სახე დაკარგულები ადამიანს ნელად თუ შეიძლება ეთქოს, რომ გავართ. როგორც ჩვენ ახსენებული ოქრობილი ამბობს, ძალიან ძნელია ზოგიერთ ადამიანს ეთქვა, რომ ის ადამიანია. ამას თუ ოქრობილი ამბობს 16 საუკუნეში, როცა ყავდა ქრისტიანობა, დღეს ამ ათეისტურ და უღმერთო ეპოქაში განა უფრო მეტი სითამამით არ შეიძლება ითქვას, რომ არიან ცოტა კი არა, ძალზედ ბევრი ეგრეთ წოდებული ადამიანი, რომელიც ძალიან ძნელია თქვა, რომ ისინი ადამიანები არ არიან. პირველ ყოვლისა თავის შემოქმედს ვერ ცნობენ, ზნეობაზე უარს ამბობენ, აღვირახსნელობა თავისუფლად, გარყვნილება სიყვარულად ესახება და ასე შემდეგ. აი ეს ძალაუფლება ჰქონდათ ადამ და ევას. მოდით ახლა წმინდა მამათა მაგალითზე ნახოთ
აღიდგეს თუ არა ადამიანი, ანუ ძალუს თუ არა ადამიანს და რა გზით, რომ იგივე ძალაუფლება დაიბრუნოს ფრინველ ცხოველებზე. ხელმწიფება ძველ ქართულად რო ვთქვათ. წმინდა მამათა თხზულებები, ეს ცოცხალი მაგალითად რომელთაგან რამოდენიმე მინდა მოგიყვანოთ, ცალსახად ამოწმებს და ადასტურებს, რომ ადამიანი თუ განიწმინდება ცოდვათაგან, თუ ღმერთშემოსილობას მოიყვებს, ანუ ღმერთს დაემსგავსება, იბრუნებს იგივე სიხარულსაც, საწინდას, ამ სიხარულის ნეტარების რაც მას ჰქონდა სამოთხეში და დაგარეთ პირველ შობელთა სახით. იგივე ხელმწიფება ფრინველ ცხოველებზე. მას ასე არის ასეთი მე-6 საუკუნის წმინდა მამა საბა განწმენდელი, სხვათა შორის არის გადმოცემა, რომ დედით ის იყო ქართველი, მე აღარ მახსოვს ეს მიცემ, მგონი მეგრელი იყო. დედით ქართველი იყო. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი ასე ხსნის ეკლესიის ისტორია, რომ ქართველებს დაუბრკოლებლად იღებდა თავის სავანეში, ერთ-ერთი ცნობილი სავანე იყო. მაგრამ ხო ის საკვირველო რამდენად ცნობილი, ღმერთშემოსილი და მაღალი მამა არისო, მას ყავდა თანამედროვე ადამიანები, ბერები იმავე მონასტერში, რომელიც მან დააარსა, რომლებიც უჯაყდებოდნენ მას, მალიმაღა. მას შეეძლო ისინი წარეგზავნა მონასტრიდან, განეკვეთა, მაგრამ არაფერი თავისი თანმიმდევრობიდან გამომდინარე არ გაუკეთებია. მოერიდა შფოთს, აურზაურს, ამბობს, ადგა და თვითონ წავიდა სავანიდან. და მიმართა ერთ-ერთ მხარეს, სკითოფოლის მხარეს. იქ მრავალი მთა იყო, სენაკი აღარ ჰქონდა და ერთ-ერთ მთაზე გადაწყვიტა დავანებული იყო და მოღვაწეობა თავისი ასკეტური გაეგრძელებინა. ადამიანი იყო ხორციესხა, უამინდობაც იყო, ამინდის ზაფთარი, ზაფხული და ბუნებრივია დაიწყო გამოქვაბულის ძებნა, რომ თავი შეეფარებინა უამინდობაში. და მართლაც ნახა ერთ გამოქვაბული, მოსაწონად მიიჩნია პერმონასული მოღვაწეობისათვის, ლოცვა თქვა უკვე დაბინდა, ლოცვა თქვა ცილად მისვლისა, კანონი აღასრულა, დაწვა რომ უძლურებისთვის ხარკი გადაეხადა, როგორც სიტყვი ახლა. შუა ღამისას ამ გამოქვაბულში შემოვიდა ლომი. ეს თურმე მისი ბუნაგი ყოფილა. და როდესაც იქ ადამიანი ნახა, ამასაც მიაქციეთ ყურადღება. ლომი დაფლედა მაშინვე ნებისმიერ ადამიანს. ესე იგი ლომმაც კი იცოდა ვინ იყო ეს, რომ ეს არის ღვთისმინდანი და მოერიდა. მაგრამ მეორე მხრივ არ უნდა დაეთმო თავისი ბუნაგი. მივიდა მძინარე საბასთან, კიდეზე სამოსლისა მოკიდა, ჩაჭიდა კბილები და ნელ-ნელა დაუწყო გათრევა გამოქვაბულიდან. როდესაც საბამ გამოიღვიძა, არ შეშინებულა, ხნედ გადაისახა პირჯვარი და ლომს უთხრა, ცოტა ხანი მაცალება. ლომი გადგა გვერდზე, ესე იგი საბა განწმენდილი დადგა მუხლებზე აღმოსავლეთისკენ და იწყო ლოცვა. ლომის თვინიერად უსმენდა და უყურებდა, თითქოს დროს აძლევდა, რომ კანონი დაესრულებინა. კანონს როგორც კი მორჩა, ლომმა კვლავ მოკიდა სამოსლის კიდეზე, მიაქციეთ ყურადღება, მორიდებით, მოკიდა კბილები, ვეება კბილები და დაუწყო გარეთ გაყვანა. მაშინ საბამ უთხრა, საკმაოდ დიდი გამოქვაბულია, მეც მეყოფა და შენს გეყოფა. ორივე ჩვენი შემოქმედი ღმერთის შექმნილები ვართ. ამიტომ პატივი მივაგოთ ღმერთს და პატივი ვცეთ ერთმანეთს. როგორც ადამიანს ისე ელაპარაკებოდა. ლომი უსმენდა, ერთ ვიტყვი კიდევ იუმორით გავწყვეტ ცოტა ხანი, წერან ვახსენე,ავლაბარი აქ სომხებით არის დასახლებული, ვენაცვალე მაგათ, ვისაც სამშობლოდ მიაჩნია საქართველო. ხო და ერთხელ ერთი სომეხი წავიდა ბაზრობაზე, რაღაცების საკითხად და იქ ნახა ერთ დაღლთან ებრაელი იდგა და თუთიყუშებს ყიდიდა. და ინტერესა მივიდა ახლოს, ახედა და ლაპარაკობენ, ესე ეხლა არ ლაპარაკობს ეს თუთიყუში, ყველაზე საუკეთესო აიყვანა ხელში ებრაელმა, მაგრამ თუ ასწავლი ისწავლისო. ფული უთხრა, გადაიხადა და ის ებრაელი მალე გაიპარა იქიდან. ესე იგი ატყუებდა. გავიდა მთელი ერთი წელი ძალიან ბეჯითად ასწავლიდა, რა თქმა უნდა, სომხურს. მაგრამ შედეგი ნულოვანი იყო, როგორც თქვენ ახლა. ისე მოხდა, დაახლოებით 1 წლის მერე ისე ბაზრობაზე მოხდა,
ისე ის ებრაელი მანო დაინახა კაპარო დააპირა, მაგრამ ვეღარ მოასწრო. მივიდა მიესალმა სომეხი და მოიკითხა როგორ ხარ აში. ხო თუ ტიპში ლაპარაკოსო შეპარვით უთხრა ებრაელი. არ ლაპარაკოს, მაგრამ როცა ველაპარაკებ, ისე ყურადღებით მიყურებს და მისმენს, მეტი არ შეიძლება. გამგები გაიგებს, რასაც გულისხმობდა. აი ესევე ლობი სრულიად გაგებული სახით უსმენდა და უყურებდა საბად, მაგრამ ჭუაში არ დაუჭდა მაინც. და ისევ დააპირა კიდეზე, მოეკიდა სამოსლის კბილები და გაეყვანა. მაშინ კი შერისხა წმინდა საბამ იმ ხელმწიფებით და ძალით და მადლით, რომელიც ღვთისგან მოეპოვებინა ასკეტური ცხოვრებით. რა კი არ გინდა მშვიდობა, მაშინ იცოდე, მართალია ორივე ღვთისმილება, მაგრამ ეს მხოლოდ ადამიანია ხატად ღვთისა და მსგავსად შექმნილი. ამიტომ გიბრძანებ ჩვენი უფლის სახელით დატოვე ეს გამოქვაბული და აღარ დაბრუნდა. გავიდა ლომი თვინიერად და მას მერე არ დაბრუნებულა. ასეთი მაგალითები ჩვენი წმინდა მამების ცხოვრებაშიც უხვად მოეპოვება. პირველ ყოვლისა ალბათ შიომღვიმელი მოგაგონდა. მანამდე იოანე ზედაზნელი, როცა პირველად ზედაზნის თასი ამდენად საკერბე იყო უწინ. ძველი ქართველებისა, წარმართი ქართველებისა და თან ეყავდა დიაკონი, რომელსაც ურთხევა ჰქონდა მორჩილება, რომ დრო და დრო წყალი ამოეტანა მონასავანეში მოეტანა. რომელიც პირველ დასახლებული იყო მაშინ მხოლოდ იოანესა და მისი მოწაფეებისგან. ერთხელაც დათვი დახვდა, შეეშინდა და გულამოვარდნილი ამოვარდა მოძღვართან და უჩივლა დათვს თავის მოძღვართან. სწამდა რომ დიდი ძალაუფლება ჰქონდა იოანეს. იოანე მართლაც დათვი შერისხა და ეს დათვი კი არა. შენი მოდგმა ვიდრე არსებობს, სადაც ქვეყანა არ მოსულიყო საკ. იმ დღიდან ამას საქართველოს ისტორიაც ამოწმებს და ამის ცხოვრებას ნათქვამია, იმ დღიდან დათვი იქ არც ეს და არც მისი მოდგმა არ გამოჩენილა. შიომღვიმელი, რომელსაც ესე იგი ერთ-ერთი მგელი შეეჩვია მონასტერს და ჩორვირებს გლეჯდა და ჭამდა. ბევრი უთმინა შიომღვიმელი, მოდიერი იყვნენ ფრინველების, ცხოველების მიმართაც, მაგრამ არა ისე როგორც დღეს არის, რომ თავზე ისვანო ტყატებს და ძაღლებს, რა თქმა უნდა. და აპატია ერთხელ ბევრჯერდა რა კი არ ეშინდა თავისას, დაიბარა, წვიდგინა დილოცა თუ ლოცვით მოიყვანა და შერისხა, დატუქსა და ეპიტიმია დაადო. გაგეხილება, საეკლესიო სასჯელი მისცა. რაში მდგომარეობდა? თუ არ ვწდები 3 წელიწადი, ყოველ შემთხვევაში რამდენიმე წელიწადი უნდა ემწყემსა მონასტრის ჯორვირები. რაც სრული მორჩილებით აღასრულა. შემდეგ დაიბარა მგელი და გახსნა ეპიდემიისაგან. გაანთავისუფლა, ოღონდ უთხრა, რომ კბილი აღარ დაეკარებინა არაფრისთვის, რაც აღასრულა კიდეც. ჩვენი მამა დავით გარეშელის საკვირაოდ მოხდა. როდესაც ლუკიანესთან, მოწაფესთან ერთად ჩავიდნენ გარეშის ღრმა უდაბნოში, საჭმელ სასმელი იქ არაფერი არ იყო, მე წყალს აწყდებიან და სხვა წმინდა დავითის ლოცვით უпроსოდ. და ღმერთი უბრძანებს, რომელმან იცის, რომ აი როგორც ფსალმურში ნათქვამი, რომელმან თვალი მოუწვა, ნუ უკვე ვერ ხედავს, ღმერთია ნათქვამი, რომელმან ყური მოუწვა, ნუ უკვე არ ესმის. და არ იცის, რომ ადამიანი უძლურია და სულის გარდა ხორცე და საზრდელ სასმელი ჭირდება. ირმებს უბრძანა და მოდიოდნენ მამა დავითთან, ლუკიანეს მორჩილება ჰქონდა, მოეწმელა. შემდეგ ესე იგი ჭურჭელს დაუდგამდა მამა დავითს, ილოცებდა ჯვრის ნიშს გადასახავდა და შეადედებდა, გარდაქმნიდა ყველად და ასე შემდეგ. მაგრამ საინტერესო რა არის საყვარელი? 4 შაბათ პარასკევს ირმები არ მოდიოდნენ. ირემი რომ ირემია, იმანაც კი იცის, რომ 4 შაბათ პარასკევი ქრისტეს მნების დღეებია და არეგების ჭამო სახსნილო. ჩვენ როგორ ვიცით ადამიანების საზოგადო და მათ შორის მრევლში. მარხვა დაიწყო, აწრიალდნენ ზოგიერთი მიჩეული ნაყროვანებას, გემოთმოყარებას, მრავალ და ფერად საჭმელებს და მოიბიზეს ეს რომ ეს ტკივა, ანუ აიბოლიც დაემოწაფნენ. აიბოლიც ადამიანს, ვაი ტკივაო, აიბოლიტებით ჩვენც აყვავს მილში. და პატარა ავადმყოფობაზე საბაბი გაიჩინეს, რომ რძის ნაწარმით გავოსნოთ თევზეულით. გასულ ქადაგებაში ჩვენ მრევლს მოვახსენებთ და გავიმეორებთ კვალაცა.
მარხვა შეუძლია არ შეინახოს, ვინც ძლიერია სარწმუნოებაში. ვინც ასეთი არ არის, ყველამ უნდა იმარხულოს. ხოლო თუ სერიოზულად ძიმეთ არიან ასეთებიც, მათ რა თქმა უნდა ეკლესია როგორც ზნობიარი და მოყვარული დედა აძლევს ლოცვა კურთხევას უძლურებიდან გამომდინარე. ყველა დანარჩენმა ახლა თითი აღტკივდა თუ ნეკი აღტკივდა, საბაბად არ უნდა გაიხადო რომ მარხვა გატეხვა. ეს არის მარხვის გატეხვა. ჩვენ მაგალითად მოვიყვანეთ გასულ ქადაგებებში, წყალის კი რომ დაელიათ უძროო დროს. ან მეტი, ესეც მარხვის გატეხვა თითლებოდა. წყალი უბრალოდ რა ხო გესმით რა სასოცხლო რამ არის ადამიანისთვის. ჩვენ თავი რითი გავიგიჟოთ აღარ ვიცით. მერე აი იგივე დავით გარეშელი, რომელსაც ურჩხული დაიმორჩილა და უბრძანა რომ კასპიის ზღვაში ჩასული იყო და არევნო ადამიანებისთვის. ხმელეთზე. კასპიის ზღვისკენ ჰირკანიის ზღვა ერქვა. იმ დროს ჰირკანიის ზღვისკენ დაერქვა და ესე იგი ანგელოზი გამოეცხადა და აი როგორი კადნიერება ხო რომ ანგელოზებთან მობაასე იყო მამა დავით გარეშელი და უთხრა ანგელოს რომ არევნო ვიდრე არ ჩავიდო და იქ ზღვაში. მაგრამ რომ მოიხედა ხატის არსებობას, აი სხვა შორის მამა დავით გარეშელის ხატი არის ეს ხატი. და როცა ესე იგი მოიხედა დაინახა რომ ანგელოსმა დაწვა ურჩხული და განრისხდა როგორი კადნიერება ქონდა ანგელოს გაუბრაზდა ადამიანურად გეუბნები დავით გარეჯელი და რატო გააკეთე სიტყვა ხო მომეცი რომ არავნებდიო მას ის როცა ჩავიდოდა ზღვაში ზღვათა ღელვებს გამოიწოდა და ბევრ ადამიანს დაანთქამდაო ხომალდებს დაღუპავდა უწინასწარ მეტყველა მომავალს და ამის შემდეგ დაცხრა მამა დავითი ესეც არაფერია რომ კადნიერება ქონდა რომ ანგელოს შეპასუხებოდა ან გაბრაზებოდა. წმინდა მიწაზე ჩავიდა სამი ქვა იყო. ესე წარმოიდგინეთ, გასაოცარი რამეა, პირველ თუ წავიკითხოთ თვალებს არ დაუჭერეთ. რამდენი არა თან ძალიან ფათერაკიანი გზები იყო, დაცული არ იყო, ურთხეს არის მაგ შედარებთან მალე გადაფრინდები. ფეხი, ჯორი და ასე დიდი წვალები წავით, თვეები უნდებოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ წმინდა მიწაზე ჩასულიყვნენ, მოსალოცე პილიგრიმობისთვის. ხომამდენი იწვალა, ამდენი ხელმოკლეობა ასკეტი იყო მისთვის რა იყო ეს ყველაფერი და როცა მეადგა იერუსალემს რა ადგილი იყო ეს სადაც დღეს ქართველთა ჯვრის მონასტერია და გადმოხედა იერუსალემს თავი ღირსად არ ჩათვალა რომ ისეთი მადლი შეირთმო რომ სადაც უფალს თავისი პატიოსანი და წმინდა ფერხნი დაუდგამს თავი ღირსად არ მიიჩნია უდიდესოდვილად მიიჩნია რომ შესული იყო და ფეხი დაედგა იქ სადაც უფალს ფეხი დაუდგა ეს კი მოიდრიკა მუხლი აიღო სამი ქვა და ღმერთს ხოვდა რომ ამ სამ ქვაში მცირედი მადლი რაიმე გაეყოლებინა წმინდა მიწისა ღმერთმა შეისმინა მისი და აი მოდის უკან იმავე ღამეს იერუსალიმის პატრიარქს იუბენავს აქ გამოცხადება ანგელოზი სასწრაფოდ დაადევნემ სტოვარი თუ მამა დავითმა იბერიაში ჩაიტანა სამი ქვა იცოდენ მთელი მადლი იერუსალიმის გადავა საქართველოში. წარმოგიდგენია თქვენ. რა მამა არის ასეთი ღმერთშეულში, რა მადლი აქვს მის ლოცვაზე, სხვა რა არის სამ ქვაში მიაქვს მთელი მადლი წმინდა მიწის. და მართლაც სასწრაფოდ გამოიღვიძა, სტოვარი დაადევნა მალემსრგული, დაეწივნენ მამა დავითს გამოცხადებით ხო ნახა როგორი მამა და აუწერა და კურთხევა გადასცეს პატრიარქ იუგენალისა რომ 3-დან 2 ქვა დაებრუნებინა. მორჩილი იყო რა ღვთისა და ამ გამოცხადების ის 2 ქვა დატოვა. ის ერთი ჩამოიტანა, მას დღეს ქვია მადლის ქვა. ესე იგი, ადამიანურად რომ ვიანგარიშოთ, მოდი ესე ვიტყოდეთ. სამ ქვაში ხო მოქონდა მთელი მადლი და 1/3 წამოიღო. ენიგმურად ვიტყვით ნელმის საკვედრად და იდუმალ. დაადგება დრო, როდესაც ღმერთი იმ 2/3-ს მადლის თვისშობლის წილხვედ რივერიას დააბერტყავს. როგორ მოხდება ეგ? აი, როდესაც იქ ანტიქრისტე გამეფდება წეული, სადაც გამოჩნდებიან იერუსალიმში ენოქი და ელია, აი მადლისგან როგორც მოამბიავ, დაიწრიტება მთელი ქალაქი. შეგინებული იქნება ამ უღმერთოს, ამ ეშმაკის ჭურის მუნგამეფებით 3 წელიწად ნახევარი. აი მაშინ როგორც ესაიამ ნახა გამოცხადებით, რომ ძველი აღთქმის ეკლესიის საკურთხევლიდან მადლი აიღო ღმერთმა, აი ეს მადლი, რომელსაც აიღებს, მეორე იერუსალიმად წოდებულ მსხეთა
მცხეთა ივერიაში დაივანებს. ეს არ არის თვითდაჭერებულობა, ეს არ არის ხიბლიანობა, თუ გნებავთ, ეს არის ლოგიკური მსჯელობა ყველა იმ ჯაჭვით და მიზეს შედეგებით, რაც ნაწილობრივ მოგახსენებთ. ეს ასეც იქნება. აი სწორედ მაგ ჟამს ქვია ივერიის გაბრწყინება. ეს იქნება სუფევა მადლისა, სუფევა ყოვლადწმინდა სამისა. მთელი იმ დროინდელი მსოფლია იქნება აპოსტასიაში, უარმყოფელი ღმერთისა და მგმობელი. კონტექსტიდან ამოვარდნილი იქნება, რომ იბერიაში პირიქით დიდი თაყვანისება და სულიერი აღფრთოვანება. მრავალი წმინდა მამა ყველა მხრიდან დედამიწისა გამოეშორება ღვთისმშობლის. მათ ეს დღესაც იციან. ამიტომ არის გულის ფანცქალით ყოველ დღე რომ მიდიან ათონზე და ნახულობენ იბერიის ღვთისმშობელი არის თუ არა ადგილზე. ეს მადლის ერთი წყაროა კიდევ იბერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. თქვენ იცით როგორ დატოვებს დამანგრეველი მიწისძვრები უძღვისი, როგორ გაიყვანს სამხატს ღვთისმშობელი მარიამი და როგორ შემოვა ყალა იბერიაში. როგორც არის გადმოცემა აჭარის გზით და დაივანებს ივერიის სავანეში, რომელსაც პატრიარქმა განუმზადა საყდარი აქ. ბევრ ფსევდო ღვთისმეტყველს, ვითომ ქრისტიანს, ვითომ განათლებულს, ყვაზი მეცნიერებს სასაცილოდ არ ყოფნით ეს ყველაფერი. მაგრამ დრონი მეფობენ, როგორც ბრძნულად ითქმის. იჩქარე ნელა, ღმერთს არცად არ იჩქარება. როცა ამისი ჟამი, ანუ კეთილი დრო დადგება, ანუ ადამიანები როცა გზად იქნებიან მის მისაღებად. როგორ იქნებიან, აქ რაღაც სასწაულები არ მოხდება. დიდი უბედურებები იქნება მათ შორის საქართველოს, სანამ ეს მოხდება. დიდი ტკივილები. დიახ, უფალმა თქვა, დედაკაცი ვიდრე შობს, სალმობასა და ტკივილებში, მაგრამ როდესაც თავისი მუცლის ნაყოფს შობილს იხილავს, ყველაფერი ეს ავიწყდება. ასე იქნება ქართველობის თავი. ყველა კი, იმიტომ კი იმ 7 ომიდან 1 ომი კიდევ იქნება საქართველოში. იმდეს ლამობენ ფსევდოლიბერალები და იმდენად უნდათ ეს დასავლეთის ბოროტხელის უფლებას. ეს მოხდება ასე. რუსის ჩეკმა კიდევ ერთხელ გადაივლის საქართველოს. უბრალოდ რა მოხდება? ბერძენი მამა ის ბერძენია, ქართველი არ არის, დანანებით ამბობს. ამჯერად პირველი ომისგან განსხვავებით, ხანმოკლე ომის რუსეთ-საქართველოს პირველი ამ 7 ომიდან ამჯერად დიდი მსხვერპლი იქნება მშვიდობიან მოსახლეობაში. აი როდის ჩავარდება ქართველობა სინანულში. ეხლა ერთმანეთს აგულიანებენ რომ ჩაუფურთხე საჭმელში, მიაფურთხე, დაგმე და ღიზიანდებიან თუ მათთან ერთად აღიხარ და ახლა გაბუროტებული. აი მგლებსაც კი ერის შეხვ მამაშალვა და სხვები რომ მოიგონო. სამის ტაძრიდან მაგის და ასე შემდეგ. მაგრამ მაშინ ასე როდი იქნება. ეს დიდი ტკივილები ჩააგდებს სინანულში. არა აბსოლუტურად ყველას, მაგრამ ერის მნიშვნელოვანი ნაწილი გადარჩენი ჩავარდება სინანულში. რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. ეხლა ესენი თქვენ ჩვენ იმათ აზრებს შეიძლება არ ვიზიარო, ჩვენ არ გვინდა ეს, მაგრამ არც სოდვებისგან გარყვნილება, ღრეობა, ნარკომანობა, მემთვრალეობა, ბოლოს და ბოლოს ღვთისმშობელ მარიამის ბარძიმის შეუსმელის ხატი დაიწერა ამის გამო რომ ლოთობა და ნარკომანია გამრავლდა ჩვენს ქვეყანას. ხელისუფლება თავისი მხრით ცდილობს რაღაც გამოასწოროს ნარკოპოლიტიკით. ჩვენ როგორც მორწმუნეები ვცდილობთ რომ აი ეს ხატი გვიბოძა ღვთისმშობელმა მარიამმა მთელი 2 საუკუნის წინათ ასლი დაიწერა რომ ჩვენი წილ თხოვოთ მას ეს და ვინ შემოსწირეს აი მათაც აქვს ეს უბედურება ოჯახში. ზოგის შვილია გალოთებული, ზოგის ქმარია და ესე იგი ვერ ეხსნება მემთვრალეობას, რომელიც არის უმძიმესი ცოდვა. აი ჩვენ რომ დაუჯდობელი გამოვეცით საყვარელო, ბოლოში შეგნებულად არა მარტო ისტორიას დაუთმეთ ადგილი, როგორ განდიდა ეს ხატი და ისთვის მოგცა უფალმა ღვთისმშობლის მიერ. სწორედ ეს ხატი ბარძიმის შეუსმელი. ასევე დაურთვეთ და ვთარგმნეთ წმინდა დიმიტრი ოსტოველის ერთ-ერთი ქადაგება, სადაც რომლის სათაურია მემთვრალეობის 10 მწარე მტევანი. რა 10 სავალალო შედეგი მოაქვს მემთვრალეობას ადამიანისთვის. პავლე მოციქული როცა 2-3ჯერ ვახსენეთ, აი კიდევ ერთხელ ვიტყვი, ციტატა მომაქვს მისი ეპისტოლედან პავლე მოციქული ამბობს. მემთვრალენი, ჩუკენი ონანისტები, მემრუშენი და ჩამოთვლის სოდომიტები სასუფეველში ვერ შევლენ.
და იქ სხვაგან კიდევ ამოს ვინც დილიდან სვამს, აი გალონთებულია და დილიდან ჭიქით ხელში ზის და სვამს. ასეთები სასუფეველში ვერ შევლენ. კარგად დავიმახსოვრ. თუ გვაქვს საშუალება, მადლი ძალა, დავეხმაროთ ჩვენს მოყვას. მე მქონია ახლო ურთიერთობას, ესე იგი გალონთებულ ადამიანს საზარელი არის. ადამიანი თავის თავს ვეღარ ფლობს. ვერ აღიქვამს რეალობას. თუ დიდხანს გრძელდება, საერთოდ არანაირი აღქმა აღარ აქვს. სად არის, რატომა, რომელი წელი, თვე, საათი, არ იცის არაფერი. რა არის, მოკლედ რო აღიხსნათ მემთვალეობა. განსაკუთრებით სპირტიან სასმელებს უწასვამს ადამიანი. ტვინის უჯრედები კვდება. რატო ვერ იგონებს? რატო სკლეროზივით ემართება? ძილი აღარ აქვს მოსვენება. აი ამის გამო. ტვინის უჯრედები კვდება, სასიცოცხლო ორგანო არის. ეს მართავს ადამიანს, არა მარტო სხეულს, ნერვულ სისტემას და ფსიქიკას და სხვა, ადამიანს მართავს როგორც ესე. ასე დააწერა. ის აკაცობრიცხავს, ამიტომ რომ ადამიანის აგებულებაში ტვინი არის თავში. თავის სფერულია. ეს ზეცას გვაგონებს, უფალი მართავს მის მიერ ადამიანს. ეხლა ზოგიერთს გაეღიმება და რა კი შევაწუხეთ, ავლაბრელები, მოდი ერთსაც მოიგონეთ ფოლკლორიდან. აკი ავლაბარში ვართ. სეროჟა ცნობილი პერსონაჟია ავლაბრიდან. გახსოვთ არა? ხო და ეხლა ეს ბინო არ მიიჩნევს, რომ სტადიონზე რომ გადავარდა ერთი რომ მოიგეს ეს ვიღაც დემაგოგი, იმის გაგზელება არანაირი ურთიერთობა იმასთან არ მაქვს და არც ვიზიარებ და არც მოუწონებ რაც გააკეთეს. თუ ქართველებმა გააკეთეს ეს. დავანებოთ ამას თავი. დღეს მოიგებ ხვალ წაგება და მოგება მეგობრები არიან ბოლოს და თავარი ადამიანია რომ ურთიერთობა იყოს კარგი და ნორმალური, ადამიანური. სომეხთან იქნება, რუსთან იქნება, უკრაინელთან იქნება, ინგლისელთან იქნება თუ ირლანდიელთან, არა, მაგას არსებითი მნიშვნელობა. ჩვენ ვასწავლო ხოლმე გვიყვარდეს ერთმანეთი. მოკლედ შვილს ჰქონდა ცოტა არასფერული თავი, სეროჟაშვილს. ხოდა ერთხელაც შემოვარდა ტილი და ბევრჯერ შემოვარდა და რატო ტილიო შვილო? სეროჟამ უთხრა. დამცინიან 4 კუთხა თავი გაქვს და დაამშვიდა. ნუ გეშინია შვილო. ხელი რომ გადაუსვა სფერო არ იყო და 4 კუთხელი გამოსახა. ნუ გეშინია შვილო, ტყუილს გეუბნებიანო. აი ეს ბევრ თანამედროვე ადამიანს აქვს 4 კუთხა თავი. თუმცა ღმერთმა ის სფერული შექმნა და რატომ შექმნა და რას მიანიშნებს, ისიც მოგახსენეთ. თქვენი ტყითო ესეც არ არის. ტვინის განვითარების თავისებურება მოქმედებს თავის ქალის ჩამოყალიბებაში. მერმე და მერმე როცა ადამიანი შედის ცნობიერებაში. თქვენ როგორ გონიათ, შემთხვევითია თქვა ნიუტონს რომ ასეთი შუბლი აქვს, არისტოტელს. ხო გინახავთ ფოტოსურათები მაინც, ან პორტრეტები მათი. რას ნიშნავს დაბალი შუბლი რომ აქვს? ჩავარდნილი პატარა თვალები. ბოროტი ადამიანისთვის არის დამახასიათებელი და ასე შემდეგ. ყველაფერში გამოიხატება, ანუ ფიზიონოგნომიკაშიც გამოიხატება შინაგანი თავისებურებანი ადამიანის სულისა. ბევრი მაგალითის მოგონა შეიძლება. თქვენ იცით ალბათ ყურები რატომ აქვს ზოგს ასეთი ფორმის, ზოგს სხვაგვარი. დედის საშუში რა მდგომარეობაც ჰქონდა ჩანასახს, ისეთი ყური აქვს ადამიანს. და ბევრი იდუმალება როლზე წარმოდგენაც არა გვაქვს შენ. სულ იმით ვარ დაკავებული რა ბჭანო რა ჩავდა როგორ გავერთოთ. ამ დროს ამდენი იდუმალება არის, არა მარტო ზეცაში. დედამიწაზე, ადამიანის აგებულებაში, აღარ სულზე და მის თავისებურ ადამიანის სხეულშიც თითქმის არაფერი არ ვიცი. თავს კი ვიწონებთ 21 საუკუნეში ძალიან განათლებული ვართ, ინტელექტუალურები, პროგრესი, მეცნიერება, მაგრამ პატრიარქი ხშირად დანანებით ამსხონ ჩვენ პატრიარქი რომ სულია როდესაც მეცნიერებას ჩამორჩება სულიერება. იმიტომ რომ ეს საშიშია ადამიანის ხელში. აი, საშიშროება მესამე ომის, საშიშროება თერმობირთული ომის. რატო ამათ რო სულიერება გქონდეთ და ჯერ ამდენი შხამი დაგროვდებოდა მიწაზე, რომელსაც იმ დღესაც გითხარით, ერთხელ კი არა 16 ჯერ შეუძლია დედამიწა გაანადგუროს და ორბიტიდან გადასცინოს. რა შეჭირდება ეს ადამიანს? ასია, როცა იმიტომ რა არ ვამბობ დელი ჭილოში სულ აბა რა უნდა ეთქვა. ადამიანი როგორც კი დაშორდება ღმერთს, ის ხდება საშიში, ის ხდება მხეცი. მხეცი იღვიძებს მასში. ეს პროცესი კი არ ნელდება, როგორც ხედავთ, უფრო ღრმავდება. საჯაროთაც დასინია ღმერთს, აი, ხშირად მithქვენ პარიზის ოლიმპიადა მოიგონე. რა მოხდა და არა მარტო ეს, რა ვრცელდება ტელევიზიაში, ინტერნეტით.
რა იდეების პროპაგანდა მიმდინარეობს და სხვაც მრავალი. მოკლედ ორიოდე მაგალითს კიდევ მოვიყვან, ნიშნად იმისა, რომ ღმერთშემოსილი ადამიანი, რომელიც ღვთის ხატებას, რომელიც გაიბზარა ცოდვის გამო მასში იბრუნებს, ხდება ხელმწიფე და ხელისუფალი ფლორისა და ფაუნისა. არის ასეთი წმინდა მამა იოანიკე დიდი. ერთხელაც ის მთებში ცხოვრობდა, სკიტოპოლის მთებში, თუ არ ვცდები, უფრო სწორად დავაზუსტებ, კონტურის მთებში ცხოვრობდა და რაკისენაკი არ ქონდა, გადაწყვიტა მანაც, როცა განთარმა მოაწია ამ მთის პირზე, როცა ენახა სენაკი, ვერაფერი მსგავსი ვერ ნახა გამოქვაბული და შევიდა მასში. ამასობაში უკვე დაღამდა და როცა შევიდა გამოქვაბულში, დაინახა, რომ რაღაც თითქოს ცეცხლი გშუტავდა და გაუხარდა, რომ გათოშილი იყო და გათბებოდა. აიღო იქვე ფიჩხი ეკდო და მიაგდო ცეცხლზე, მისი აზრით, რომ აქ ის გიზებული იყო, მაგრამ მოულოდნელად გველის სისინი მოესმა. თურმე ეს ყოფილა პითონი იყო დაბუდებული, დიდი გველი, გველის თვალები ყოფილა, რომელიც სიმნელეში ანათებდა. რა თქმა უნდა, ეს ღმერთშემოსილმა არაფერთ არ შეშინებია, არამედ უთხრა, როგორც ცოცხალ არსებას მიმართა, როგორც ღმერთის ქმნილებას. აი როგორც იქ საბამ თქვა, საკმაოდ დიდი გამოქვაბულია, ორივე მოახერხეთ გამოზამთრებას. შენთვის, მე ჩემთვის. დაწყვეტა ლოცვის მერე დაიძინა. მთელი ზამთარი ამ ვეება გველმა მახრჩობელა და წმინდა იოანიკემ ერთ გამოქვაბულში გამოისამთრეს. სხვა მაგალითი წმინდა გერასიმე, ეს ყველაზე ცნობილი მაგალითია ლომთან მეგობრობისა ხატების არსებობს. ქონდა სიხარული, როცა წმინდა მიწაზე ვიყავი, რომ იორდანეს მონასტერში, სადაც წმინდა გერასიმეს მონასტერად იწოდება, სადაც მოღვაწეობდა, იქ ყოფილიყავი, ეს ხატიც მოვილოცე, რა თქმა უნდა, სადაც ლომთან ერთად არის გამოხატული და სხვა. მოკლედ, ერთხელაც უდაბნოში მიდიოდა წმინდა გერასიმე, ეს ღმერთშემოსილი მამა და დაინახა, რომ იქ ლომია და ხმურის და ტირის და პურს ილოკავს. ახლოს მივიდა, დახედა და ესე იგი მუდარის თვალებით ეუბნება ლომია. ლაპარაკი არის ის, რომ რაღაც უშვებოს, სუდათ არის. თვითონაც ხო დაინახა ამ წმინდა მამამ და როცა დააკვირდა, ნახა, რომ ვეება ეკალი აქვს სიღრმეში შერჭული და ლომი ვერ იღებს იმას, რომ შვება იგზნოს. ესე იგი ლომს უბრძანა დაწექიო, მიუჭდა გვერდით და თავისი მეცადინეობით ის ხიჭვი, დიდი ეკალი უფროსწორად ამოაცალა. მერე ზეთი ქონდა თან ნაკურთხი, მოწმინდა მანამდე მოპანა წყლით, აიაზმის და რაღაცა მოიხია თავისი საბერო სამოსლიდან და შეუხვია. ახლა თქვენ ეკუთვნით, შეიძლებოდა რომ გაეხია, მოეხია, ფარისევლებიც არსებობენ ჩვენ შორის. ის ხომ სამოსელია ფერის და ეს ამაღლებულ ლაპარაკს იცემენ ხო? ეგ კი არა, ჩემოკეთილო დიდი ჟულის კანონში წერია, თუ მაგალითად ადამიანი ჯორითან ბირით მიდის და მოხდა დიდ ზამთრობას, არის ვეება თოვლი, ვერ გავაიქი და შეიძლება მოგვდეს. მონასტერ ეკლესიაც მიტოვებული რომ ნახოს, შეუძლია საქონები შეიყვანოს ტოვაში, ეკლესიის ტოვაში, რომელიც ეკლესიას ეკუთვნის. თვითონ კი გაატაროს ღამე, რომ მერე როცა მოღონიერდება რამდენიმე დღის შემდეგ წავიდეს. ჯორის შეყვანა ვირი შეიძლება სტოვაში, რა თქმა უნდა არ შეიძლება, მაგრამ ადამიანი ყველაზე ძვირფასია. ტაძარზეც, ჯორზეც და ვირზეც. მაგრამ მან იზრუნა რისთვის, რატო გადაარჩინა ჯორი დავით, იმიტომ რომ მას უნდა გაეყვანა ამ დიქტორლობიდან და გადაერჩინა ადამიანი. აგის შესავალში თქვით, ადამიანისთვის იქნებოდა ყველაფერი. ეხლა ასეთი ფსევდო სულიერი მიმდინარეობების გაშლა, ნუ ეს არის ფსიქიკური დაავადების დაისახება, მაგრამ არ შეიძლება რომ ძაღლს გაუბრაზდე. ჯოხი დაარტყა. რისკვით უთხრა რამე და მსგავსი რაღაც სისულელეები, მთელი კოდექსები და კანონები იქნება. ძაღლის უფლებების დაცვა, კარგი რა დალოცვილ, ერთმანეთი არ გიყვართ, ერთმანეთის უფლებებს არ იცავთ სინამდვილეში, რას აკეთებ და რას ასწავლით ერთმანეთზე და ძაღლს და კატას, ძაღლს და კატას აქვს თავის ადგილი. ეხლა ზოგიერთი ფსევდოლიბერალი თქოს, ეთყობა ძაღლი, კატა არ უყვარს. ყველა მიყვარს თავის ადგილზე. რატო? პირველისა, იმიტომ რომ ის არის ღვთისმკვლელობა და არა იმიტომ რომ როგორც შენ გიყვარს. არც მისი ფოსტლების მოტანა მინდა სახლში. და არც არაფერი მსგავსი, ულახდილად გეტყვით.
ეს არის ჩემი შეხეთულება. ამაზე აღარ ვილაპარაკებ. ერთი სიტყვით წმინდა გერასიმემ უწამლა, უმკურნალა და ლომი განეკურნა. და შემდეგ უთხრა, რომ თუ გინდა წადიო უდაბნოში. ლომი არ განშორდა, არ ინება, წასულია. სულ თან დაждდებდა ხოლმე. ათბილის სათქმელია წარმოიდგინეთ, ძმები არიან ათობით თუ ასობით მონასტერში და ლომს ხედავენ, ინსტინქტით ეშინიათ. ყველას ასეთი სულიერი სიმაღლე და ღმერთშემოსილება ხომ არ ექნებოდა იმ მონასტერში. მაგრამ გერასიმემ უთხრა, რომ უვნებელია სავსებით. კატაზე უნებელი კატა არ არის უნებელი, ვლახტილად რო გითხრათ. ერთი სიტყვით თანს დაждდებდა, თავისი ხელით დაჭმდა ფულს და იმას, რასაც თვითონ იღებდა, ზოგჯერ კვირაში ორჯერ, ზოგჯერ სამჯერ, სხვადასხვანაირად მარხულობენ ბერები, დღეში ერთხელ იღებდა, სამ დღეში ერთხელ, კვირაში ერთხელ, 40 დღეში ერთხელ. როგორც თვითონ ჭამდა და რასაც ჭამდა, ადამიანური უძლურების იმას აჭმევდა ლომს და ლომის იყო მადლიერი და კმაყოფილი. ერთხელაც მოულოდნელად ლომი მონასტრიდან გაუჩინარდა. ღვთისგანგებით მოხდა, რამე სხვა მიზეზი იყო, ვერავინ ვერ გაიგო. საკმაო ხანი გავიდა და ამასობაში ღმერთმა გაიყვანა წმინდა გერასიმეს სული. გარდაიცვალა. ჩვეულების წესი აუგეს, დაიტირეს თავისი საყვარელი მოძღვარი და მიაბარეს მიწას. მისი გარდაცვალებიდან დაკრძალვიდა რამდენიმე დღეში, ბერებ თქვენ იცით რომ მესამე დღეს კრძალავენ. ან იმავე დღეს, ან მესამე დღეს. ჩვენთან რო ვიცით აქ მაცივრებში შენახვა, თან ეხლა ეს საშუალო, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. ერთი კვირა რო სახლში გავა, 10 დღე, 2 კვირა და მიცი 40 დღე. და ზოგმა აგე შვილი დაკრძალა და თაფლში დაკრძალა. და რები არ გაუკეთებია და აკეთებ. ეს არის უკვე პათოლოგია. ეს სიყვარული კი არ არის ახლობლის, გარდაცვალების. ეს არის უწმუნოება სული, უღმერთოება. ხორცი, ასი აქვს ნაბრძანები მიწისაგან მოღებული, მიწაში უნდა დაბრუნდეს, სული რომელიც ღმერთმა შთაბერა, ღმერთს უნდა დაუბრუნდეს განშად. თუ განიკითხოს უფალმა. ერთი სიტყვით ლომი მოვიდა და ეცებს მონასტერში ყველგან, ყველა სენაკი შეაყო. ეცებს და ვერ პოულობს და არის განიცდის, შფოთავს. ერთ-ერთი მოწაფე იყო გერასიმესი, შეებრალა ლომი, საბატიოსი ერქვა და ფაფარში ჩაჭიდა ხელი და წაიყვანა საფლავზე თავისი მოძღვრის. და ადამიანურად მიმართა. აი ეს არისო მამა გერასიმეს საფლავი. მისი სხეული აქ არის, სული კი არის ღმერთთან. როგორც კი ეს თქვა საბატიოსმა, ლომა საშინლად დაიღრიალა, თავი დაარტყა მთელი ძალით მიწას და სული განუტევა. რაღაც გასაოცარი რამ არის. ეხლა რომელი უფრო გონიერია და რომელი უფრო მოყვარულია? ნადირი თუ ადამიანი? ნადირზე უარესები ვარ ჩვენ. ამიტომ შევიკრიბეთ კიდევ ერთ-ერთი მიზეზი ღვთისმშობელი მარიამის სამხატის წინაშე, რომ თხოვოთ ღმერთს ღვთისმშობელ მარიამის მიერ თავისი ყოვლადწმინდა დებისა მოგიდოს შეწოდებანი ჩვენი გააქვს ნებათა და მანკიერ მიდრეკილებათა, რაითა ერთობით ღვთისმშობელ მარიამის ზედამდგომელობითა და შუამდგომელობითა გადარჩენილი ჯერ აქ დედამიწას და მერმე სასუფეველში ვადიდებდეთ მამასა და ძესა და სულ საწმიდასა, აზდა მარადის და ოგონითი გულისამდე. ამენ.